წარმოიდგინეთ კინოდარბაზი, სცენა დარჩენილი სრულიად გამთბარი. შუაში ერთი მარტო ხელა ფარდა, განათების გათიშვა, მხოლოდ ღრმა სუნთქვა. თქვენ დგახართ პირველ რიგში და ხედავთ, რომ სცენის შუაგულში ჰაერი რაღაცნაირად აზდის. თითქოს იქ არაფერი იყოს, მაგრამ უცბად ფარდის კიდეზე ჩნდება წვეროვანი სინათლის სხივი, რომელიც აჩვენებს, რომ სცენაზე რაღაც მძიმე არის და ემოძრავება. თქვენ გკითხავთ საკუთარ თავს, რატომ არის რამე და არა არაფერი? ეს არ არის თხრობის რემარკა, ეს არის ძირითადი კითხვა, რომლის გარშემოც ტრიალებს თანამედროვე კოსმოლოგია, ფილოსოფია და ჩვენი წარმოდგენები მატერიისა და არსებობის შესახებ. თქვენ შეიძლება ითხოვდეთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ფილოსოფიაა, მაგრამ ეს არასწორია. ეხლა თქვენ სამეცნიერო ინსტრუმენტების წინაშე დგახართ. გიგანტური ტელესკოპები, ნაწილაკური დეტექტორები და კოსმოსური თანამგზავრები, რომლებიც უშუალოდ გვასმენინებენ. დანახული ნივთიერება კოსმოსის მხოლოდ მცირე ნაწილია. აქ იწყება ჩვენი პატარა ფიქრის ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ კლდეების შორის გახსნილ გზაზე, გარშემო არაფერია, მაგრამ სინამდვილეში მიწის ქვეშ უზარმაზარი ნარინჯისფერი მილების სისტემა მოძრაობს. საჭიროა მხოლოდ სპეცი ინსტრუმენტი, რომ ეს ცხოვრება შეამჩნიოთ. ამ აზრს სიმძიმეში აქვს ტექნოლოგიურმა გადამწყვეტობამ, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ეხლა წარმოვიდგინოთ ტექნოლოგიური გადამწყვეტობა. პლანკის თანამგზავრის მონაცემები და ფართომასშტაბიანი გალაქტიკათა გამოკვლევების რუკები აჩვენებენ არა მხოლოდ ვარსკვლავებისა და გაზის კონცენტრაციებს, არამედ გრავიტაციული ეფექტების რუკებს, რომლებიც ცხადად მიუთითებენ დამატებითი მასის არსებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ასხივებს სინათლეს. ეს არ არის მეტაფორა. სხივების დამრუდება და გალაქტიკების ბრუნვის სიჩქარეები ზომით მიუთითებენ, რომ ჩვენ ხედავთ მხოლოდ სცენის ვიწრო განათებულ ნაწილს. და აქ იწყება საბოლოო მოულოდნელობა. იგივე ინსტრუმენტები, რომლებიც სამყაროს შედგენის დეტალებს გვიჩვენებენ, აჩენს ახალ კითხვას. შესაძლებელია ჩვენი განსაზღვრული არაფერი უბრალოდ არ იყოს ის არაფერი, რომლის შესახებ ფილოსოფია მსჯელობს. ვთხოვთ ყურადღებითა დააგვირდეთ. არსებობს სამი განსხვავებული სახის არაფერი და მათი მნიშვნელობა ერთმანეთს არ ეცნობა. პირველი არის მეტაფიზიკური არაფერი, იდეა აბსოლუტური არარსებობის, სრულად დაკარგვისა. მეორე არის ფიზიკური ვაკუუმი, სივრცე, რომელმაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არაფერი დგას, მაგრამ კვანტურ თეორიაში ის სავსეა ფლუქტუაციებით და ენერგიით. მესამე არის მათემატიკური სიცარიელე, სიტუაცია, როცა ჩვენს თეორიებსა და მოდელებს არ აქვთ შესაბამისი სტრუქტურა მოვლენების აღწერისთვის. თითოეული არაფერი ერთი სამოთხი გამოიყურება, მაგრამ მათი ერთმანეთში შეჯახება ქმნის ცრუ და დამღუპელ კონფუზიას. პირველი მეტაფიზიკური არაფერი ფილოსოფიურ ტრადიციაში ძველია. ანტიკური დროიდან მოყოლებული ფილოსოფოსები მსჯელობდნენ აბსოლუტურ არაფერზე, სივრცეზე, სადაც არ არსებობს არაფერი. ისტორიულად კითხვა, რატომ არის რაიმე და არა არაფერი, ხშირად სწორედ ამ გაგებით განიხილებოდა. ის ეხება იმ უმაღლეს მიზეზს, რომელიც აჩენს არსებულს სწორად ისე, როგორც ის არის. მეორე, ფიზიკური ვაკუუმი არ არის თეთრი ან შავი ცარიელობა, როგორც ყოველდღე წარმოგვაჩნია. კვანტური ვაკუუმი არის სივრცე, სადაც დაწყებით ნაწილაკებსა და ანტირებული ნაწილაკებს შეუძლიათ მოკლედ წარმოიშვას და ისევ გაუჩინარდეს. ეს ადგილია, სადაც ველები ფლუქტუირებენ და სადაც ვაკუუმის ენერგია თეორიულად შეიძლება იყოს ძალიან დიდი, მაშინ როცა დაკვირვებებით მიღებული მნიშვნელობა უჩვეულოდ მცირეა. ეს განსხვავება არ არის მხოლოდ ტექნიკური არაერთგვარობა, არამედ ღრმა პრობლემა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ფიზიკური არაფერი შესაძლოა არ ემთხვეოდეს მეტაფიზიკურ კონცეფციას. მესამე, მათემატიკური სიცარიელე არის ტერმინი, რომელსაც ხშირად არასწორად იყენებენ. აქ არაფერი ნიშნავს, რომ ჩვენს თეორიებს და მოდელებს არ გააჩნიათ შესაბამისი ფორმალიზმი მოვლენების აღწერისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ფორმულები იშლება და სამყაროს ქცევა აღარ დაემორჩილება მათ. წარმოიდგინეთ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც ყველა წიგნი დახურულია და ინდექსი დაკარგულია. ეს არ ნიშნავს, რომ წიგნები არ არსებობს, უბრალოდ არ გვაქვს მეთოდები მათი გადაშლისთვის. ხშირად ასეთი სიცარიელე წარმოიშვება ჩვენი ცოდნის ნაკლებობისგან და არ არის აბსოლუტური არარსებობა. ახლა შეჩერდით და გკითხეთ, რატომ სახიფათოა ამ სამის ერთმანეთში შერევა? იმიტომ, რომ ხშირად სიტყვას არაფერი იყენებენ უხეშად და ამ უხეშობით მივდივართ შეცდომებამდე. მაგალითად, ზოგი პოპულარული არგუმენტი ამბობს, რომ თუ ვაკუუმი შექმნის ნაწილაკებს, მაშინ სამყარომ შეიძლება დაიბადოს სრულიად არაფრისგან. ეს წინადადება მიმზიდველია პოპულარულ დისკურსში, მაგრამ ის სვამს ფიზიკურ ვაკუუმს ნეს მეტაფიზიკურ აბსტრაქციასთან და ეს არის თეორიულად გაუგებარი ნაბიჯი. მეტი მტკიცებულება მოდის ტექნოლოგიური დაკვირვებებიდან. გალაქტიკების ბრუნვის სიჩქარეების გაზომებმა, გრავიტაციულმა ლინზირებამ და კოსმოსური ფონური რადიაციის მონაცემებმა
გაერთიანებულად აჩვენეს, რომ ჩვენს თვალწინ იმალება დიდი მასა და ენერგია, რომელიც არ პასუხობს სინათლეს. ეს არის ტექნოლოგიური აღმოჩენა და არა ფილოსოფიური ინტუიცია. ტელესკოპი ან დეტექტორი უბრალოდ გვაჩვენებს მონაცემებს და აქ არის ლოგიკური უფსკრული. თუ გვინდა პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლება რამე გაჩნდეს არაფრისგან, ჩვენ არ უნდა ავიღოთ ფიზიკური ვაკუუმი და მეტაფიზიკური nothing ერთი და იმავე მდგომარეობად. ისტორია გვასწავლის, რომ მეცნიერები და ფილოსოფოსები ხშირად იბრძოდნენ ამ ცნების არასწორი შეჯვარების გამო. მაგალითად, გალაქტიკების დინამიკაზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩვენს მონაცემებში რაღაც აკლია. ეს დაკვირვებები ჩნდება დედამიწიდან და კოსმოსური ინსტრუმენტებიდან. ფილოსოფიური ინტერპრეტაცია ხშირად მიდის მეტაფიზიკურ დასკვნამდე, თითქოს სამყარომ რაღაც მკაფიო გამოტოვა. თუმცა ფიზიკური ანალიზი გვპირდება კონკრეტულ დეტალებს, როგორიცაა ახალი ნაწილაკები ან ახალი ძალები და არა მეტაფიზიკური ახსნა. გავიმეორებთ მარტივად. ვერაურევთ კვლევით მიღებულ მონაცემებს და ფილოსოფიურ მეტაფორებს. შეცდომა იწყება მაშინ, როცა ვაკუუმის აქტივობა ავტომატურად მიიჩნევა მეტაფიზიკურ არარეალობად. ეს არის მომენტი, როდესაც დასკვნები დაკარგავენ საფუძველს. გადავიდეთ კიდევ ერთ მეტაფორაზე. წარმოიდგინეთ სამი რუქა ერთი და იგივე ტერიტორიის შესახებ. პირველი რუქა არის ფილოსოფიური ხატი. დიდი კითხვებით სავსე, მაგრამ არ ასახავს საზღვრებს. მეორე არის გარემოს რუქა, ცვალებადი და ტექნიკური, რომელიც აჩვენებს სიგნალებს და დეტალებს. მესამე არის მათემატიკური რუქა, მხოლოდ გეომეტრია და ფორმები. თუ ამ რუქებს არასწორად გადაურევთ, მივიღებთ კონფუზიას. ზღაპრები და მონაცემები ერთმანეთს აჩვენებენ ფანტომებს. ახლა პირადი კუთხით. რატომ არის ეს პრობლემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ჩვენი წარმოდგენები რეალობის შესახებ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ ვამთებთ ჩვენს ადგილს კოსმოსში და როგორ ვფარავთ მნიშვნელობას კულტურებში. თუ მთავარი კომპონენტები სამყაროს შეიძლება უხილავი იყოს და მოქმედებდეს სხვა წესებით, ჩვენი ფილოსოფიური და ემოციური რეაქციები გარდაიქმნება. მაგრამ კითხვაც რჩება. როგორ შეიძლება სამი სხვადასხვა არაფერი, მეტაფიზიკური, ფიზიკური, მათემატიკური, ეცეს ერთავე ლექსიკონს და რას გვაძლევს მათი სწორი გამიჯვნა? უპირველესად, ინტელექტუალურ პატიოსნებას. როცა ვამბობთ, რომ რაღაც შეიქმნა არაფრიდან, უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ვაკუუმური პროცესი ან მათემატიკური ტრანსფორმაცია და არა აბსტრაქტული არარსებობის ფილოსოფიური კონცეფტი. მეორეც, ეს გვიცავს გადაჭარბებული სინტეზისგან, რომელიც არანაირად არ არის გამყარებული მონაცემებით. მესამედ, ეს გვაძლევს პრაქტიკულ გზებს კვლევისთვის. ბუნება გვიბიძგებს ახალი ინსტრუმენტებისკენ და გვეუბნება, რომ არ უნდა ვიჩერებოდეთ მხოლოდ ფილოსოფიურ მსჯელობებზე. დაუბრუნდეთ ჩვენს ფიქრებით ექსპერიმენტს და განვიხილოთ ტექნოლოგიური დეტალი, რომელიც ამ ყველაფერს საფუძველს აძლევს. თანამედროვე მონაცემები, მათ შორის გალაქტიკათა რუქები, გრავიტაციული ლინზირება და კოსმოსური ფონური რადიაციის გაზომვები, მოქმედებენ როგორც კრიტიკული შემოწმება ჩვენს წარმოდგენებზე. ეს არ არის ერთი დაკვირვება ან ერთი თეორია. ეს არის მრავალი ინსტრუმენტის ნაგროვები მონაცემი, რომელიც თანდათან უსვამს ხაზს ერთეულ სიმართლეს. სამყაროს მასა, ენერგიის უმეტესობა არ ასხივებს სინათლეს. ეს ტექნოლოგიური აღმოჩენა აიძულებს თეორიას შეიცვალოს და მიიღოს ახალი ენა. და ბოლოს, ეს ყველაფერი გვიჩვენებს ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთას. კითხვა, რატომ არის რაიმე და არა არაფერი, აღარ არის მხოლოდ ფილოსოფიური აბსტრაქცია. ის გახდა კონკრეტული, მეცნიერული და დაკვირვებადი. თუმცა ამბავს ვამთავრებ არა დასკვნით ფრაზით, არამედ ღიად შეკითხვით. თუ ჩვენ არ გავაყოფთ არაფრის სახეებს, შესაძლოა გადავიდეთ შეცდომებზე. მაგრამ თუ ავხლებთ განსხვავებებს, შეძლებთ უფრო მარყუჟური და მიზანმიმართული კითხვები დასვათ. შეიძლება თუ არა, რომ სამყაროს უდიდესი საიდუმლოს ნაწილი იმალება სივრცეებში, რომლებიც მხოლოდ ახლახან დავიწყეთ ხედავდეთ და რომლებიც ჯერ არ აქვთ ზუსტი განმარტება. ფიზიკური ლაბორატორია. ცოტათი ხდება მსუბუქი მექანიკური მანიპულატორის ვიბრაცია. ორი იდეალურად თხელად გადაფენილი ლითონის ფირფიტა ერთმანეთთან უზომოდ ახლოს არის. მეტრი სასათასჯერ ახლოს, მეტრი 140 მილიონჯერ ახლოს, მაგრამ არა უკიდურესად ახლოს. საკმარისია იმისათვის, რომ მრავალმხრივი ელექტრომაგნიტური ტალღის გარკვეული მოდები მათ შორის ვერ მოვიდნენ. ჰენდრიკ კაზიმირმა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ეს ფიქრებითი პრობლემა ლაბორატორიულ ფორმულირებაში მოიყვანა და თქვა: ორი ფირფიტა ერთმანეთს მიიზიდავს ისე, თითქოს მათ შორის სივრცე მაქსიმალურად ცარიელია. სინამდვილეში კი ეს სიცარიელე კვანტურ ფლუქტუაციებს შეიცავს. ეს მოჩლის შეხედულებას, რომ არაფერი უბრალოდ სიტყვაა უკეთესი. აქ არაფერი არ ნიშნავს სიცარიელეს ან ნულს, არამედ ველის მდგომარეობას, სადაც მატერია არ არის, მაგრამ ველები, ელექტრომაგნიტური და სხვა ფუნდამენტური ველები არ არის ჩუმად. ისინი ფლუქტუაციაშია.
წარმოიდგინეთ სუსტი ტალღები ზედაპირზე. პატარა ღრუბლები მიდიან და წამოდგებიან, მაგრამ ეს არ არის ვინმეს მიერ გამოწვეული. ეს არის ველის ბუნებრივი კვაზიძალა. კაზიმირი არ იყო ფილოსოფოსი. ის იყო ფიზიკოსი, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მუშაობდა ლაბორატორიაში და მტკიცედ ამბობდა, რომ ვაკუუმის ენერგიას შეუძლია ფიზიკურად იმოქმედოს, ორი ფირფიტის შორის მოზიდვით. აქ იწყება კონფლიქტი ჩვენს ინტუიციასა და ფიზიკურ რეალობას შორის. ცარიელი ადგილი რიცხავს ძალას. ეს შეხება იმ პრობლემასთან, რომელსაც დღეს ახდენს კოსმოსის უხილავი ნაწილის ზოგადი არსებობა. იდეა, რომ ვაკუუმი არის მოულოდნელი გაჟონოდა და არა უბრალოდ სიცარიელე, განვითარდა თეორიული და ექსპერიმენტული მუშაობის გზით. თაობები ფიზიკოსების, მათ შორის ჰენდრიკ კაზიმირისა და მის თანაშემწეების, დაიწყეს ვაკუუმის ფუნქციის ზუსტი ფორმების გამოთვლა. კითხვა იყო, როგორ იცვლება ველი მაშინ, როცა მის სანახვებს საზღვრები აწესებენ. ეს არის ჩაკეტილი სისტემა. ფიზიკის ლოგიკაში შემოყვანილი პროტოკოლი. ფორმალიზება საზღვრებისა იჩენს, თუ როგორ ივსება ცარიელი სივრცე. შემდეგი ნაბიჯი, რომ დავაკვირდეთ, იყო ექსპერიმენტი. პირველი სუფთად გაზომადი აღრიცხვები მივიღეთ მე-20 საუკუნის ბოლოს და თანდათან გადაამტკიცეს თეორიული პროგნოზები. პირველი შემოწმებები, მათ შორის მარკუს სპარნაის ექსპერიმენტები და შემდეგ სტივენ ლამაზის მუშაობები, აჩვენებდნენ, რომ იქ არის ნამდვილი გაზომადი ძალა. ეს არ იყო ფილოსოფიური ან ჯადოს ნარადი. ეს იყო ფიზიკური მოვლენა, რომელიც შეგვიძლია შევიგრძენით შესაბამისი მოწყობილობებით. წვრილი, თუმცა ზომადი ძალა. კაზიმირის ეფექტი გვიჩვენებს ერთ ძირითად მახასიათებელს. ველი, როცა სივრცეს საზღვრები ეყარს, შეიცავს დამგეგმავ რეჟიმებს, აჩქარებებს და დესინქრონიზაციას. ველების ტალღები თავისუფლად არ შეიძლება იყოს ყველა ჰარმონიული. საზღვრები შეცვლიან დაშვებულ რეჟიმებს. წარმოიდგინეთ მუსიკალური ინსტრუმენტი. თუ სტრინგზე ერთ ან ორივე ბოლოში საზღვრები შეიცვალა, ხმა სხვა ტიპის იქნება. ფირფიტები ამ შემთხვევაში გამონაკლისს ქმნიან. ისინი გამორიცხავენ ზოგიერთი ტალღას და რამდენიმე ტოვებენ, რაც წნევის განსხვავებად ვლინდება და მატერიალურ ძალად იგრძნობა. კაზიმირის ეფექტის გაზომვის ისტორია არ არის მხოლოდ ექსპერიმენტი, არამედ გარდაქმნა ჩვენი გაგების, ფიქრებიდან ფიზიკამდე. დელიკატურმა გაზომვებმა, რომლებიც გაგრძელდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში და შემდეგ მუშაობებმა, ზედაპირის ხარისხის კონტროლით, დაადასტურეს, რომ ვაკუუმი არ არის მხოლოდ თეორიული კონსტრუქცია, მას აქვს ენერგია და მოქმედება. ფრაზა ვაკუუმის ნულოვანი ენერგია შეწყდა მხოლოდ სიტყვა იყოს და იქცა შემოწმებად ცნებაში. მაგრამ პარადოქსი რჩება. თეორიული განმარტება, რომელშიც ვაკუუმი მივიჩნევთ კვაზი ფლუქტუაციებად, კვანტურ თეორიებში ხშირად იძლევა უსასრულო ან ძალიან დიდ შედეგებს. კონკრეტულად, როცა თითოეული სივრცის გრადზე ჩაწერენ ნულოვან წერტილს ენერგიას, მათი ჯამი თეორიულად წარმოუდგენლად დიდ ენერგიას გასქმის, რომელსაც გრავიტაცია უდაოდ უკავშირდება. სწორედ აქ ჩნდება კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემა. შეჯახება კვანტური ვაკუუმისა და დაკვირვებებით მიღებული სამყაროს შორის. ისტორიულად ეს იყო გარდამტეხი მომენტი. რთულია ნახონ, თუ როგორ შეესაბამება ლაბორატორიაში გაზომილი პატარა კაზიმირის ძალა იმ აბსტრაქტულ სიმძლავრეს, რომელიც თეორიაში ჩნდება კოსმოლოგიური კონტექსტისთვის. სტივენ ვაინბერგმა ხაზგასმით აღნიშნა: თუ კვანტური ვაკუუმის ენერგია მართლაც ისედაც დიდი იყოს, როგორც ზოგიერთი თეორია პროგნოზირებს, მაშინ ჩვენი კოსმოსი სხვა მახასიათებლით უნდა გამოსჩენილიყო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვხედავთ. აქ იბადება ფორმალური და ღრმა წინააღმდეგობა. შემდეგი პროგნოზები და იდეები გაჩნდა. ზოგი ფიზიკოსი ფიქრობდა, რომ ვაკუუმის ნულოვანი ენერგია შეიძლება იყოს ფიზიკურად რეალური, მაგრამ გრავიტაციასთან ურთიერთობაში სხვა მექანიზმები ამცირებდნენ მის ეფექტს. სხვები მოითხოვდნენ, რომ სამყარომ შეიძლება დაარეგულიროს თავისი წილი ისე, რომ მთელი ენერგია ერთობლივად ნულს მიაღწიოს. ეს იდეა იყენებს ფიქრს, რომ მატერიის დადებითი ენერგია და გრავიტაციული ნეგატიური კომპონენტები ერთმანეთს გააჩნიებენ. ასეთი შეხედულებები მე-20 საუკუნის შუა და ბოლოსადმი მათემატიკურად და ფილოსოფიურად მოტივირებული იყო. თუმცა ეს მოცემულობა იძლევა მნიშვნელოვან შეზღუდვებს. მატერიის პოზიტიური ენერგია არ არის მარტივი რიცხვი. იგი დამოკიდებულია სივრცის კონფიგურაციაზე, განაწილებებზე და ზოგჯერ კოორდინატებზე, რაც გრავიტაციულ კითხვებში ართულებს ამბავს. ზოგადად, ზოგადი რელატივობის მსგავს თეორიულ ჩარჩოებში ენერგიის გაგება რთულია და ხშირად დაკავშირებულია საზღვრებთან და სიმეტრიებთან. ამიტომ იდეა ყველაფრის ნულოვან მდგომარეობაზე შეიძლება იყოს მხოლოდ კოორდინატული ან ფორმალური შედეგი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ფიზიკურ მნიშვნელობას. შედეგად, ნულის მთლიანი ენერგიის არგუმენტი შესაძლოა იყოს მიმზიდველი ფილოსოფიური თხრობა, მაგრამ ის არ ხსნის დაკვირვებით მცირე, თუმცა მკაცრად განსაზღვრული კოსმოლოგიური კონსტანტის მნიშვნელობას. ეს არის პირდაპირი შეჯახება დაკვირვებისა და თეორიის შორის.
დაკვირვება გვიჩვენებს, რომ 100-დან თითქმის 85% სამყაროს ენერგიისა არ ჩანს ტრადიციულ ტელესკოპებში. ეს რიცხვი არ არის მხოლოდ მეტაფორა, ეს არის დაკვირვებით განსაზღვრული დასკვნა, რომელიც გვაიძულებს ეძებოთ ახსნა. აქ ხდება ფილოსოფიური ასიმეტრია. თუ 100-დან თითქმის 85% უხილავია, შეიძლება მოვინდომოთ ვაკუუმის ენერგიაში მოძებნოთ ახსნა. მაგრამ პრობლემათა ჯაჭვი გვაფრთხობს ფრთხილად ვიყოთ. პირველ რიგში თეორიული პროგნოზები და დაკვირვებების შორის არსებობს უზარმაზარი უფსკრული, რომელსაც ერთი მცირე ლაბორატორიული ეფექტი, როგორც კაზიმირის ძალაა, ვერ გადაჭრის. საჭიროა ან სხვა მექანიზმების წარმოდგენა, ან ახალი ფიზიკის თავისებურებები, რომ შეამცირონ ის გრავიტაციულ გავლენაზე. მეორე შეზღუდვა ოპერაციული და კონცეპტუალურია. ვაკუუმი, როგორც ველის მდგომარეობა, არ არის უნივერსალური და მარტივი. იგი დამოკიდებულია სხვაველების კონფიგურაციაზე, მათი თანმიმდევრობასა და სივრცის მასშტაბებზე. თუ ვაკუუმი უნდა ასრულებდეს კოსმოლოგიურ როლს, მისი ეფექტი უნდა შეესაბამებოდეს სხვადასხვა მასშტაბებს, გალაქტიკებიდან კოსმოლოგიურ ფონამდე. ეს არ არის ერთი მარტივი პარამეტრი მეტრი, არამედ ფუნქციების მთელი ჯაჭვი, რომელსაც თეორია უნდა აკმაყოფილებდეს. დღევანდელი ინტერპრეტაცია ასეთია. ვაკუუმი რეალურია. კაზიმირის ეფექტი გვიჩვენებს, რომ მას აქვს შემოწმებადი ძალა, მაგრამ ვაკუუმის ენერგიისა და მისი გრავიტაციული გავლენის საკითხი კოსმოლოგიურ მასშტაბზე რჩება ღრმა თავსატეხად. ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენს თეორიებში არის საერთო მოდელის ნაკლი, რომელიც ვერ ასახავს ვაკუუმის გრავიტაციულ მოქმედებას. ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა ახალი ფიზიკა, მაგალითად რეგულაცია ან დამალული კომპონენტები, რომლებიც მოქმედებენ გრავიტაციის მიმართ. ექსპერიმენტული მუშაობა არ წვდება. მაღალსენსაციურობითი ლაბორატორიები განაგრძობენ კაზიმირის ძალის გაზომას, ზედაპირის ეფექტების გამის გამორიცხვასა და კონფიგურაციების გადამოწმებას. მათი მიზანია ორმაგი. ერთი, დაზუსტეს ვაკუუმის მაჩვენებლები და მეორე, გამოიკვლიოს, საჭირო თუ არა დამატებითი ჯერ უხილავი კომპონენტის დანახვა, რომელსაც კლასიკური თეორია არ ფარავს. ეს მუშაობა არის საფუძველი სწორ კითხვების დასმისთვის. რა იცვლება მაშინ, როცა მხოლოდ ტელესკოპებსა და გალაქტიკების მოძრაობებზე არ ვჩერდებით? ფილოსოფიური თვალსაზრისით, ეს მომენტი არის, სადაც იდეები იბრძვიან ფორმის შესაქმნელად. თუ ვაკუუმი მართლაც არის, სადაც ყველაფერი იწყება, მაშინ კოსმოსის ისტორია და ჩვენი წარმოდგენა სიმადრისად მიიღებს ახალ ტემპერამენტს. შესაძლოა სამყარომ უფრო გლავს მუსიკალურ ინსტრუმენტს, რომელზეც ნულის ნიშნები ქმნიან სიმფონიას. მაგრამ აქ არის მეორე მღელვარებაც. თუ 100-დან თითქმის 85% უხილავია და შეიძლება იყოს ვაკუუმში დაფარული, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეალობის ძირითადი ასპექტები შეიძლება ზუსტად ის არის, რასაც ვეღარ ვხედავთ. და ეს მოქმედებს არა მხოლოდ მეცნიერებაზე, არამედ კულტურაზე და საკუთარ იდენტობაზე. ჩვენი ქრონოლოგია აქ ამთავრდება. იდეა, რომ ვაკუუმი არის მოქმედი ფიზიკური სუბსტანცია და მისი შინაგანი ენერგია შეიძლება შეფასდეს ლაბორატორიულად, იმყოფება გადასაჭიხ ფაზაში. ჩვენ უკვე შედგმულ ნაბიჯზე ვართ, საიდანაც იწყება ახალი ექსპერიმენტები და თეორიული მოდელები. კაზიმირის მცირე ძალა და კოსმოსური უცნობა საუბრობენ ერთმანეთთან, მაგრამ მათი დიალოგი არ იძლევა მარტივ დასკვნებს. იგი აფართოებს კითხვებს. ამიტომ ჩვენი ნაწილის დასრულება არ არის დასკვნის გამოცხადება, არამედ კითხვა. თუ ვაკუუმი და მისი ფლუქტუაციები გვაძლევენ ნაწილობრივ პასუხს, რატომ 100-დან თითქმის 85% ჩვენი სამყაროს არის უხილავი, მაშინ რა შეიძლება დაფაროს დანარჩენმა ნაწილმა? ის, რასაც ჯერ ვერ მოუხელთ და ვერ მიუმართავთ საბოლოოდ განსაზღვრას. ეს კითხვა გრძელდება და გვიბიძგებს, გადავალთ უფრო ღრმა დაკვირვებებზე, უფრო თამამ თეორიებზე და ახალი ექსპერიმენტებისკენ. წარმოგიდგენიათ სცენა. დიდი აფეთქების წინასწარმეტყველები წყვეტენ ფილმის კატასტროფულად ნაჩქარევი ტრიუკის ღილაკს. ფონი გაჩერდება, კამერა სწრაფად უკან იხევა და მთელი გალაქტიკების წყება ისევ პიქსელებად ინგრევა. და ახლა უცებ ყველაფერი რისკის ქვეშ დგება. დროის წინა მხარე, რომელიც თითქოს გქონდა ოდესღაც, ცარდება ეკრანის მიღმა. ესოა ჩვენი პირველი კადრი. ვიზუალური გადატვირთვა და შემდეგ მკვეთრი გადამოყენება ისტორიით, რომელსაც კლასიკური კოსმოლოგია ცდილობს შეკვეთის გაცემას. თვითონ იდეა, რომ სამყაროს ისტორია შეიძლება იყოს მოკლე, გაწყობილი და სულაც არ იყოს ნულიდან შექმნილი, არ არის მხოლოდ ფილმის სცენარი. ალან გუდმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან 1991 წელში მესიჯი გამოიყენა, რომ კლასიკური დიდი აფეთქება თავად ქმნის პრობლემებს, რომლებიც არ შეიძლებოდა დაეტოვებინათ მეამბოხე კითხვების გარეშე. გუთის ინიციაციული ინსაიტი, ინფლაცია, წინათგზნობა იყო, რომ ადრეული სამყაროს ამბავი მოითხოვდა ექსპერიმენტალურ კომპრესიას, რამაც გამოიყვანა ჰორიზონტის, ფლატნობის და მაგნიტური მონოპოლების პრობლემები. ინფლაცია. ეს არის იდეა, რომ პრიმორდიული ფაზის ძალიან მოკლე ეპოქაში სივრცე გაფართოვდა სწრაფად, თითქოს ქარიშხალმა გადასწია ზღვის თასის ზედაპირი.
ანდრეი ლინდემ სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ალბერტი ალბრეხტმა და პაულ სტეინჰარტმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან ერთიანად დახვეწეს ეს იდეა, რათა აეხსნათ იმავე ნაბიჯით ჰორიზონტის პრობლემა და აეხსნათ გახსნილი კოსმოსური სიმარტივე. მაგრამ აქ იწყება ჩვენთვის საინტერესო მომენტი. ინფლაცია ხსნის ძალიან ბევრს, მაგრამ არ პასუხობს ყველაფერს. მან შეცვალა კითხვა, რატომ არის ასე, კითხვად, რა იყო ინფლაციის მიზეზი და საიდან მოვიდა მისი დასაწყისი. ახლა გადავალთ პრობლემის გარშემო, რომელიც არის კლასიკური კოსმოლოგიის წამყვანი ხარვეზი. Singularity, ის ადგილი, სადაც დროის და სივრცის კანონები გარბიან. როჯერ პენსროუმ ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და სტივენ ჰოკინგმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან 1950-950-იან წლებიდან დაიწყო Singularity თეორემების განვითარება, რომლებმაც აჩვენეს, რომ ზოგიერთ კლასიკურ პირობებში სივრცე-დრო ნამდვილად ხდება გაუმართავი. ანტაკლი. ეს თეორემები მიუთითებდნენ, რომ ზოგადად ჯენერალური რელატივობა თავის შიგნით შეიცავს სანას, ადგილს, სადაც ჩვენი კლასიკური აღწერა იწყებს დაშლას. მოდით იგრძენით ეს როგორც ფიზიკური ნერულობა. შუასიმების სცენის შუაგულში გამკარველებულია მოწყობილობა, რომელიც თანდათან ბზარობს და გამოდის განადგურების წერტილში. ეს არის ადგილი, სადაც გარმონისტიკა, რელატივობა და მათთვის მიქცეული მატერია ვეღარ მეტყველებენ ერთ წერტილად. და აქვე მივალთ მიზეზამდე, თუ რატომ საჭირო გახდა ინფლაციის იდეა და შემდეგ რატომ კვლავ ვერ გვაძლევს ის საბოლოო პასუხს. ინფლაციის წარმოჩენა იყო რეაქცია სამ გულისხმიერ პრობლემაზე, კლასიკური დიდი აფეთქების ფორმულაციაში. პირველ რიგში ჰორიზონტის პრობლემა. რატომ არის კოსმოსის ცხელ ფონი პრაქტიკულად ერთნაირი მთელი ცის ირგვლივ, იქ სადაც შესაბამისად არ მოუწერია კომუნიკაციის დროებითი საშუალება. მეორე, ფლატნობის პრობლემა. რატომ ჩანს სამყარო სივრცითი სიდიდით ძალიან ახლოს პარამეტრულად ფლატს. მესამე, უზარმაზარი წარმოსახვების პრობლემა, როგორიცაა მაგნიტური მონოპოლების გადაჯარბებული პროგნოზი. ინფლაცია ერთი მოძრაობით გაასუფთავა ეს უხილავი ნაკლოვანებები. ეს იყო პოლიტიკური ნარკოზი, რომელიც მიეცა კოსმოსის ადრეულ მდგომარეობას, მაგრამ ეს კომფორტი კი არ არის საბოლოო მტკიცებულება. ინფლაცია როგორც ალეგორია წინასწარ აძლიერებს გლობალურ ერთგვაროვანობას. თუმცა მიხდება შეჩერება და კითხვა. როგორ დაიწყო ინფლაცია? ალან გუთმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ზოგიერთი შემდგომი ფიზიკოსი, მაგალითად ანდრეი ლინდემ სტენფორდიდან, ქალდა, რომ ინფლაციისთვისაც სჭირდება დაწყებითი პირობები და ეს თავად შესაძლებლობებს ამყარებს უკანა საზღვრების კითხვას. აქ ვწვდებით მთავარი თეორემის ზონას, რომელიც შეეცადა ოფიციალურად გამარტივებას, რასაც ახლა უწოდებთ BGV თეორემა. ფიზიკოსებმა არვინდ ბორდემ, ალან გუთმა და ალექსანდრ ვილენკინმა 2003 წლის კვლევით დაახასიათეს მნიშვნელოვანი შედეგი. ინფლაციური სივრცე დროები არ არის სრულად წარსულით უსასრულო. ისინი past incomplete-ურია, ანუ მათ აქვთ წარსულის მიმართ საზღვასულის მიმართ საზღვარი. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია შეიძლება გაგრძელდეს მომავალში უსასრულოდ, კლასიკური ინფლაციური ისტორია დაბრუნებით ვერ აღწერს უკიდეგანო წარსულს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ, რა სწორედ აცხადებს და რა არ აცხადებს ეს თეორემა. BGV-ის ძალა არის საპასუხო კრიტერიუმი, რომელსაც შეუძლია განასხვაოს მოდელების ჯგუფი. თუ საშუალო გაფართოების მაჩვენებელი არის დადებითი, ანუ სივრცე საშუალოდ ფართოვდება, მაშინ ასეთი სამყაროს მოდელი აუცილებლად არის წარსულით შეზღუდული. თუმცა თეორემა არ ამბობს, რომ არის კლასიკური Singularity ფორმით, როგორც პენსროუმ და ჰოკინგმა განასახიერეს. BGV არ განსაზღვრავს, რა ფიზიკურად არის საზღვრის შიგნით. თეორემა არ მიაწვდის უტყუარ ბლოკნოტს, რომელიც პასუხობს კითხვას. იყო თუ აკო თუ არა იქ ნეიტრალური ნუსხა, ან quantum creation, ან რაიმე ემერგენტი დრო. ეს არის მნიშვნელოვანი შეჩერება. BGV არ არის დამადასტურებელი განაჩენი კლასიკური რელატივობის მიმართ. ის არის ლოგიკური ციტირება იმისა, რომ კლასიკური ინფლაციური ქვეპროგრამები ვერ ჩაანაცვლებენ ყველა კითხვას. სხვა სიტყვებით, თეორემა ამბობს, რომ ინსტრუმენტი არის არასრული და თუ ინსტრუმენტი არის არასრული, ჩვენ უნდა ვკითხოთ, სად ვიღებს ადგილი ახალი ინსტრუმენტის მიწოდება. ამ პუნქტიდან იწყება ჩვენი გადასვლა მეორეზე, კლასიკური აღწერის მკვეთრი ზღვარი. ფიზიკა, რომელიც გვიკარნახებდა გრავიტაციულ ყვირილში, შეასრულა შესანიშნავი როლი მთელი მსოფლის მანძილზე. მან შეგვიძლია გამოვთვალოთ გალაქტიკური ტრაექტორიები, შევიასნოთ სინათლის მრუდი და დაადგინოთ ვაკუუმის სტრუქტურა დიდი აფეთქების პერით. მაგრამ არსებობს რეალური საზღვარი, პლანკის სკალა, ადგილი, სადაც კვანტური ეფექტები გრავიტაციულ მექანიკასთან ძალზედ ინტენსიურად იწყებს საუბარს. პლანკის საზღვარი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული კონცეპტუალურობა, ეს არის პრაქტიკული შეტყობინება,
როდესაც ენერგიები და სიმკვრივეები იზრდებიან ისე, რომ კვანტური ბგერები აღარ შეიძლება უინტერესო გამხდარიყვეს, ჩვენი სრულფასოვანი აღწერა ჯენერალური რელატივობით იშლება. ეს არის მომენტი, როდესაც დროის და სივრცის კლასიკური თქმა შეიძლება დათრგუნული იყოს ახალი კვანტური მსაზღვრებით, სადაც ტრადიციული ქულა და ტრაექტორია კარგავს მნიშვნელობას. ამით კი არის ჩვენი მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ ვახსნათ ეს ახალი ენა? ჩემსაზე უფრო კონკრეტულად. სად და როგორ სრულდება კლასიკა? პირველად რჩება, რომ ამ საზღვრამდე მივდივართ მაშინ, როცა ენერგიის ერთეულებზე გადავიდა უკიდეგანო სიმკვრივე. ეს არის მაშინ, როდესაც ერთი პატარა ზომის ერთეულები, რომლებიც ჩვენ ვგულისხმობთ, აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელ ობიექტებს. ასეთი ადგილებიდან დაწყებული სივრცე-დრო შეიძლება კარგავდეს გეომეტრიული განმარტების საშუალებას და საჭიროა კვანტური გრავიტაციის ფიზიკა. აქ არის ორი ძლიერი გზის შეთავაზება: სტრინგ თეორია და ციკლურები, ან ლუპის კვანტური გრავიტაცია. სტრინგ თეორია, რომელიც 10 წლეულებია ფორმდება და რომელსაც ბევრი მკვლევარი, მაგალითად ედვინ პოლჩინი და მაიკლ გრინი წარმოაჩენს, ცდილობს ჩაანაცვლოს ცვრილი ნაწილაკების როლი ერთი განზომილებიანი გამართულ სტრიქონებით. ეს მიდგომა იძლევა ახალ სიმბოლოს იმისა, რომ თვითონ სივრცე-დრო შეიძლება იყოს შედეგი უფრო ფუნდამენტური ობიექტის კოლექტივის. ლუპის კვანტური გრავიტაცია თავის მხრივ ცდილობს კვანტიზაციას თავად სივრცე-დროას და ამით მოაქვს იდეა, რომ სივრცე არის აწყობილი ბირთვიანი ქსელებით პატარა კვანტული ლუციად. ორივე გზა არის მკვეთრი გადაადგილება იმპერატიულად ჩვენი კლასიკური წარმოდგენებიდან. თუმცა აუცილებელია შეინახოთ ერთბაშად სინამდვილის ეჭვი. ამ ალტერნატიულ მოდელებს აქვთ თავიანთი სიმყარეები და შეზღუდვები. სტრინგ თეორია ხშირად საჭიროებს ბევრად მეტ განზომილებას, ვიდრე დაკვირვებული 4-ია და ამის დასაფარად გვეხმარება კომპაქტიფიკაცია, იშვიათი იდეა, რომელიც itself ქმნის ახალ კითხვებს. ლუპის მიდგომა კი შესაფერისია ისეთ სფეროებში, სადაც სივრცის გრადიენტული ბუნება უფრო ხელშესახებია, მაგრამ მან ცხადი კავშირი უნდა დაამტკიცოს კოსმოლოგიურ მონაცემებთან, როგორიცაა კოსმიური მიკროტალღური ფონური არათანაბრობები. ამასთან ერთად ორივე მიდგომა მაინც ცდილობს პასუხს იქონიოს იმ ერთსა და იმავე თავსატეხს. როგორ მიმდინარეობს საწყისი? ვინაიდან კლასი კვდება და ახალის შესახებ კითხვები იმატებენ, ჩვენ გვჭირდება ექსპერიმენტები და დაკვირვება, რომლებიც შეიძლება შეგვატყობინონ ამ საზღვრების არსებობას. ეს მოიცავს სიკაშკაშის მაღალი რეზოლუციის დაკვირვებებს კოსმიური ფონური რადიაციისა, ბერის პოლარიზაციისა და გრავიტაციული ტალღების ძიებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს უშუალო ხელწერას very early universe მომენტიდან. ასევე ახალი ნაწილაკების ძიება დედამიწაზე და სიღრმისეული დაკვირვებები დუებები გალაქტიკების მაქსიმალური თვისებებზე ისევ და ისევ შეიძლება მოგცეს რჩევები იმაზე, თუ სად იხრება კლასი და იწყებს კვანტუმ სფერომუშაობას. აქ გვემართება მეორე ვიზუალური ხაზი, მოკლე დროის შეკუმშვა, რომელიც გონებაში ხდება. წარმოიდგინეთ, რომ მთელი კოსმოსური ისტორია იქმნება და შეკუმშება ერთ დღეში. ადრეული ინფლაციური აფეთქებები იქნებიან რეგისტრირებული პირველ წამებში. ვარსკვლავები წარმოიქმნებიან შუა დღისას, სიცოცხლე შეიძლება ჩნდეს მზის სისტემების განაშენებაში საღამოზე და დღეს ჩვენ გვხვდება ღამის ბოლოს პატარა სინათლის ცენტრში. ეს ზუსტად არის ტექნიკა, რომელშიც ჩვენ ვცდიდებით სამყაროს ნიშან-თარიღების შეკუმშვას, რათა თვალში მოგხვდეს, რომ კოსმოსის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაქცევები მოხდა პირველ უმნიშვნელოვანეს ფაზებში. ეს კომპრესია იწვევს ეგზისტენციურ შოკს. თუ ყველაფერი დამოკიდებულია იმ წამებზე, მაშინ ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი შეიძლება იყოს იმ არიდული ფაზის ხელში. ამ ფაზას კი კლასიკური თეორია არ ფარავს. ამ კომპრესირებული დროით ჩვენ ხვდებით, რომ BGV თეორემა აქ არის როგორც ძუარა. ის გვაიძვებს მივიღოთ, რომ კლასიკური გზა შეიძლება არც კი სცილდეს უკიდეგანო წარსულს. მაგრამ მაინც რჩება ფუნდამენტური განსხვავება. თეორემა ვერ გვეუბნება, აქვს თუ არა ნამდვილი თარიღი სამყაროს დასაწყისს, ან არის თუ არა იქ რაღაც კვანტური შემოქმედებითი პროცესი. სხვა სიტყვებით, თეორემა იკვეხნის სიფრთხილით და იქ არ გასცემს სასჯელს. ამ მოცემულობაში ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური შედეგები ძლიერია. თუ კლასი იწყებს მყარად და შემდეგ წვეთს, მაშინ ჩვენი სავარაუდო რწმენები დროისა და მიზეზობრივი თანმიმდევრობის შესახებ შეიძლება გადაიწყვიტოს. ეს სირთულე არ არის მხოლოდ ტექნიკური. ეს არის იდეალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჩვენი პასუხები პირველად მოითხოვს ახალ ენას, კვანტურ მეტაფიზიკას, რომელიც შეცვლის რა ატომს ისტორიებად და ითხოვს, რომ ჩვენ დავხედოთ იმაზე, რას ნიშნავს არსებობა და დაწყება. ერთდროულად არის კიდევ ერთი პრაქტიკული პერსპექტივა. რამდენად შორს უნდა წავიდეთ კლასიკური მოდელებიდან, რომ შეინარჩუნოს მათი წარმატებული პროგნოზები. ეს გაუნდინარეა მოთხოვნიდან, რომ ნებისმიერი ახალი თეორია უნდა შეესაბამებოდეს უზარმაზარ საცდელ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ უკვე მოვგვარეთ
galaktikuri მოძრაობებიდან დაწყებული კოსმოსური ფონური რადიაციამდე. ეს არის პრობლემა, რომელიც უბიძგებს თეორეტიკოსებს და მხედველებს. ახალი თეორია უნდა იყოს არა მხოლოდ ინტელექტუალური შთამაგონებელი, არამედ გუნივრული ინტეგრაცია წინა წარმატების. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანი პაუზაა. ყველამ ჩვენ ხედავთ, რომ ფიზიკის დიალოგი აქ არის შეტევითი და თავდაცვითი. ერთი მხარე, კლასიკური კოსმოლოგია, თავის კარგ პროგნოზებს არ გადადის. მეორე მხარე, კვანტური გრავიტაცია და რიდი ახალი იდეები, აცხადებს, რომ კლასიკა უბრალოდ არის ინსტრუმენტი, რომელიც კარგია კონკრეტულ დიაპაზონში, მაგრამ არ წარმოადგენს საბოლოო ნამდვილობას. ეს კონფლიქტი არის არა მხოლოდ თეორიული კითხვების დამორჩილება, არამედ ინსტრუმენტების და მონაცემების მუდმივი ციკლი, სადაც ერთი ნაბიჯი წინ არის ორი ნაბიჯი ახალი პრობლემისკენ. და მაინც, სანამ ჩვენ მივალთ მე-4 აქტზე, უნდა დავტოვოთ ერთი ღია წერტილი, რომლის გარეშეც ამ დისკუსიაში წონასწორობა დაიკარგება. რა განსაზღვრავს იმას, რომ კლასიკა არ არის საკმარისი? ყველაზე მოკლე გზით, იქ, სადაც ჰიპოთეტურად წარმოქმნილი ენერგია და სიმკვრივე აღწევს იმ დონეზე, როდესაც კვანტური ფლუქტუაციები აღარ არის მცირე ცვრილმანები, იქვე, სადაც დრო და სივრცე აღარ არიან დიფერენცირებადი პარამშენები, არამედ სჯობილი ნატურით შეიძლება იყოს დაწერილი სრულიად სხვა კანონით. ამით ჩვენი ნაწილი არ დახურულა დასკვნითი ბეჭდით, არამედ ის, როგორც სცენა გვტოვებს შეკითხვაზე. თუ კლასიკური მოდელები მიაღწიეს თავის საზღვარს და თუ BGV გვაიძულებს იქამდეც მივიდეთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ეს კითხვა დაგვეხმარება გადავიდეთ იმ ნაწილებში, სადაც კვანტური გრავიტაციის პირველ ცნებებსა და ექსპერიმენტულ გზებს განვიხილავთ. გზებს, რომლებიც შეძლებენ დააწერონ ისტორიას იმ საზღვრების მიღმა, რომელთა შესახებ მხოლოდ ახლა ვსაუბრობთ. თქვენ ახლა მართეთ უზარმაზარ პარადოქსს. პატარა ნაწილაკი, რომელიც კვანტურ ტალღებში უკვირდება და მთელი დასაწყისი, რომელსაც კოსმოლოგიები იკვლევენ, ერთსა და იმავე მეტაფორით შეიძლება აღწერილ იქნეს. ორივე შეიძლება გამოჩნდეს იქ, სადაც კლასიკური ლოგიკა უარყოფს შანსს. ეს პარალელიზმი, მიკროსკოპული ტალღა და ქრონოლოგიური დაბადება არის ჩვენი პირველი მიოხება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტელესკოპის ხედვა ჰგავს მიკროსკოპს და სწორედ იქ, სადაც მცირე ფლუქტუაციებიდან წამოსული გამოსვლა იწყება, იმავე ტიპის ტექსტურა შეიძლება მართავდეს ბრემლის წარმომქმნელ მოვლენას. კლასიკური დარწმუნებულობა გვეუბნება. თუ დროში უკან მივდივართ საკმარისად შორს, მივიღებთ სინღულს, უსასრულო სიმკვრივეს და გეომეტრიის კრახს, უნახავ სინგულარობას. მაგრამ ამ ადგილას კლასიკა იღუპება. კვანტური ფიზიკა, რომელიც მართავს ულტრამცირეს, იძლევა სხვა ტიპის პასუხს. სინგულარიტი შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური. და აქ იწყება ჰარტლ-ჰოულინგის და ვილენკინის ორი ყველაზე ცნობილი შეთავაზება, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ გვიჩვენონ, როგორ შეიძლება დაიბადოს სამყარო, როგორც კვანტური პროცესის შედეგი. ფიზიკოსებმა ჯეიმს ჰარტლმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სანტა-ბარბარადან და პროფესორმა სტივენ ჰოულინგმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან 1953 წლის კვლევაში შესთავაზეს იდეა, რომელსაც ახლა უსაზღვრო მდგომარეობა უწოდებენ. მათი ინტუიცია ძალიან მარტივია და მანიკა. თუ დრო გამოცხადდება როგორც კომპლექსური ტიპის ზომა და თუ ჩვენ შევცვლა ვაკეთებთ კლასიკურ დროის მხრიდან ეუკლიდურ წარმატებულ დროზე, მაშინ მატრიცა, რომელსაც ჩვენ ვიხსენებთ როგორც თავდაპირველ გარემოს, შეიძლება იყოს გლუვი და ბორდნის გარეშე, როგორც ბურთის ზედაპირი, რომელსაც არ აქვს კიდე. ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. ჰარტლ-ჰოულინგი მოსდევს იდეას, რომ სამყაროს ტალღური ფუნქცია უნდა იქნეს ახსნილი როგორც შესაძლებელი კომპაქტური გეომეტრიების ინტეგრალი. გზა, რომელიც არ მოითხოვს გამოსავლებად წერტილს ან ამომხსნელ საზღვარს. უპირველესად, ეს მოსაზრება ცდილობს სინგულარობის არშემოტივებას. ჰარტლ-ჰოულინგის ხედვით, დრო შეიძლება უბრალოდ ჩაიხერბოს ეუკლიდურ ჭრილში ისე, რომ არ დარჩეს წერტილი, რომელსაც ჩვენი ძველი გამომძიებლური ტერმინოლოგია დაარქმევს შესვლის წერტილს. მეტაფორად, თუ ბურთს სრულიად გათბობ და მანამ გააგრძელებ, სანამ ზედაპირი ხდება მხოლოდ ბრტყელი, შესაძლოა მხოლოდ სანდო საზღვარი გაქრეს და ვერ დაგჭირდეს ფილოსოფიური კითხვა, ვინ დაუწყო ბურთის მოძრაობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჰარტლ-ჰოულინგის ფორმალობა აკეთებს კონტრპროვიზიას. იგი აცხადებს, რომ შესაძლებელია გამოთვალოთ ალბათობები სხვადასხვა საცხის პირობებისთვის, თუმცა ამ იმთხვევების გაზომა პრაქტიკულად რთულია და დამოკიდებულია ტექნიკურ პირობას, როგორ ვირჩევთ ინტეგრაციის გზებს და როგორ განსაზღვროთ მეტრიკული ბრუნვები. და თუ კი ჰარტლ-ჰოულინგი გვაძლევს გამოსახულებას სამყაროსადმი როგორც გლუვი დახურული ობიექტისა, ალექსანდრე ვილენკინი ტაფსის უნივერსიტეტიდან 1982 წლის ნაშრომში შემოდის სრულიად სხვა ინტუიციით. სამყარო წარმოიქმნება კვანტური ტუნელირებით. ვილენკინის მეტაფორა მარტივია.
ნაწილაკი ზოგიერთი ბარიერის უკან შეიძლება გადახტეს კვანტური სიხშირით. მაშინაც კი თუ კლასიკური გზით ეს შეუძლებელი იქნებოდა. ის მოიხმაროსას იგივე ქმედებას კოსმოსის მიმართ. თუ არსებობს პირობა, სადაც სრული არაფერი წარმოადგენს საწყის მდგომარეობას, კვანტური პროცესი შეძლებს იქიდან გამოფრენას და სივრცის დასაწყისის ბუშტის წარმოქმნას. ეს ორი ხედვა ერთი მხრივ მიმართავს ერთსა და იმავე კითხვას. რა არის საწყისი პირობები და როგორ უნდა ავირჩიოთ ისინი? და მეორე მხრივ იხენებს განსხვავებულ ბაუჰაულზე. ჰარტ-ჰოულინგი ცდილობს აღმოაჩინოს ფორმალური გზები, რომ არ იყოს საჭირო რაიმე ზუსტი საზღვარი. ვილენკინი კი ეძებს პროცედურას, რომელიც იქხსნის სამყაროს როგორც კვანტურ მოვლენას, რომელსაც აქვს მიმართულებითი თრევადი, როგორც ტალღა, რომელიც გაუბედავს ბარიერს და გამოდის მხოლოდ გარეთ მიმართებით. ტექნიკურად ეს აჩვენებს განსხვავებულ ბაუნდარი პირობებს ტალღურ ფუნქციაზე. ჰარტ-ჰოულინგი ირჩევს რეგულარულობას ეუკლიდურ სივრცეში, ვილენკინი ირჩევს გამოსავალს გარე მიმართულებით, როგორც ტუნელის შედეგს. მეცნიერული მნიშვნელობა ამ ორ მიდგომას შორის კონფლიქტია არა მხოლოდ ფილოსოფიური ელემენტი, არამედ პირდაპირი პროგნოზებით არის გაჯერებული. ვილენკინი ხშირად შენიშნავს, რომ მისი ტუნელირების ფორმულა ბუნებრივად აფასებს ინფლაციას როგორც უფრო მაღალ ალბათობებს, ხოლო ჰარტ-ჰოულინგის ინტერპრეტაციები ზოგ შემთხვევაში იძლევა პრეფერენციას უფრო მოკლე ინფლაციურ ეტაპებზე. მაგრამ მიუხედავად პოპულარული უქცევადობისა, ეს არ არის მარტივი გამარჯვებისა ან მარცხის მოთხრობა. ორივე მიდგომა ყველაზე ხშირად მუშაობს მინითავრის სივრცეში, ძალზე შემცირებულ მოდელებში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ხარისხის თავისუფლება რჩება. ასეთ მოდელებში გაცილებით ადვილია პოულობიანთი გამოდის გამოსახულებები, თუმცა ისინი თავსდაკარგულობას აჩენს მაშინ, როცა ნებისმიერი რეალური კოი მულტიპლექსური კოსმოლოგიური ვარიაციისკენ გადავდივართ. ხოლო ახლა პირდაპირ თქვენთან მიმართებაში. თქვენ ამ მომენტში ზუსტად იმ ენერგეტიკულ კონტექსტში ხართ, რომელიც გვაიძულებს ამ თეორიების საჭიროებას. თქვენ შედიხართ სინთეზში იქ, სადაც სივრცე და დრო კარგავენ ცნობიერ და სწორედ ეს ახლა არის იმ ადგილს, სადაც ჰარტ-ჰოულინგის და ვილენკინის ინტუიციები ჩვენს სინანულს ხსნიან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი განცდა იმის შესახებ თუ როდის იწყება რაღაც, გადაწყვეტილია არაერთი წერტილით, არამედ ტალღოვანი ალბათობებით. თქვენ ვერასოდეს დაასახელებთ უსაფრთხო წერტილს, რადგან მას აღარ აქვს გამსაზღვრელი ზღვარი. მაგრამ ყველაფერი, რაც ინფორმაცია, არ ნიშნავს, რომ ამ მოდელებმა გადაარჩინეს ჩვენი ყველა პრობლემა. ორივე მიდგომა არის ფორმალურობაში გამყარებული და წყდება მაღალ ტექნიკურ შეზღუდვებში. ჰარტ-ჰოულინგი იყენებს ეუკლიდურ პათინტეგრალს, რომლებიც ხშირად გაურკვეველნი არიან და საჭიროებენ რეგულარიზაციას. ვილენკინის ტუნელირება სჭირდება მყარი განსაზღვრება თუ რას ნიშნავს არაფერი და როგორ უნდა აღწეროთ ბარიერი, რომლის გადალახვაც ხდება. კიდევ უფრო ღირებული შეზღუდვა ეს არის გრავიტაციის კვანტიზაციის არაბუნებრივი ბუნება. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ექსპერიმენტულად შემოწმებული კონტროლირებადი თეორია, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს კვანტურ და გეომეტრიულ კანონებს მთლიანობაში. ამას ემატება პრაქტიკული პრობლემა. ჩვენ მოძრაობთ დიდი დროთა და მცირე ზომების შორის და მონაცემები, რომლებზეც შეგვიძლია ავეჯოთ, ძირითადად არის იმის შესახებ, რაც დიდ მასშტაბებზე მოხდა, კოსმოლოგიურ ფონის არარეგულარულობები და გრავიტაციული ბალანსები. ჰარტ-ჰოულინგის და ვილენკინის ნუსხაში არსებული სხვადასხვა პოტენციური ბეჭდები პრიმორდიული ფლუქტუაციებიდან შეიძლება აღმოჩნდეს და შემდეგ ინფლაციამ დაარედაქტიროს, ასე რომ პირდაპირ ან ტირდაპირ ელემენტარული წვდომა საწყის ტალღურ ფუნქციაზე რიცხობრივად ძნელია. დამატებით, მრავალი მათი პროგნოზი დამოკიდებულია მეტრულ და მეზობრობით არჩევებზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ვაგებთ თეორიულ განზომილებებსა და რა წილების გამობის გამოსათრელად ფუნქციებს ვიმოქმედებთ. იმავე დროს, ეს მოდელები გვასწავლიან მნიშვნელოვან სასწავლელ კონცეფციებს. უპირველესად ისინი გვიჩვენებენ, რომ იდეა დაწყების წერტილისა შეიძლება კონტექსტუალურად განისაზღვრებოდეს. ჰარტ-ჰოულინგი გვთავაზობს, რომ სამყაროს დადასტურება შეიძლება იყოს გეომეტრიული სითბო შინაგანად, ხოლო ვილენკინი გვთავაზობს, რომ საწყისი შეიძლება იყოს შედეგი კვანტური პროცესის, რომელიც ქმნის ახალ სივრცეებს. ორივე მიდგომა ამარტივებს იდეას, რომ წინასწარ განსაზღვრა არ არის მხოლოდ მეტაფიზიკური პრობლემა. ეს პროგნოზების მიღების საკითხია და შესაბამისად ობიექტურ რეკონსტრუქციებს ითხოვს. მაგრამ საკითხები რჩებიან ღია. პირველ რიგში არსებობს ელისონის პრობლემა. როგორ უნდა ვიფიქროთ დროის მიმართულებაზე მაშინ, როცა საწყისი უმეტესად არის ეუკლიდური ან ტუნელური პროცესის შედეგი. წესი, რომელმაც ერთხელ განსაზღვრა კოსმოსური თერმოდინამიკა, არ მოდის ავტომატურად ამ სცენარებში. მეორეც, დეტალები, კონკრეტული პოტენციალები, ფილდების შეწონილი ინსტრუმენტები და სრულმა მრავალსვადიანმა დინამიკამ ხშირად განსაზღვრავს თუ რომელი ტიპის დაბადება შეიძლება იყოს სასურველი. ჰარტ-ჰოულინგის ინტეგრალი შესაძლოა ითვლებოდეს უფრო უსაფრთხოდ მაშინ,
როდესაც სივრცე ფუნქცია უნაზღაურებს, მაგრამ ეს არ გვაძლევს სრულ განწყობილ პასუხს მარილიანობისა და სინჭირების შესახებ. თეორიულად ყველაზე მძიმე საწინააღმდეგო მხარე არის ის, რომ ორივე მიდგომა მუშაობს ან მინითავრის მოდელებში, ან გარკვეული რეგულარიზაციებით. რეალური სამყაროსთვის, რომელსაც აქვს უსასრულო გრადიენტები, სხვადასხვა ვაკუუმები და კომპლექსური ველის კონფიგურაციები, ამ მოდელების პირდაპირი გამოყენება რთულია. და რაც უფრო ღრმად ვეშვებით, მით უფრო გძნობთ, რომ ეს ტექსტურები არის პროტოტიპები, თუნდაც მახასიათებლების მქონე ინსტრუმენტები, რომლებიც გვასწავლიან, როგორ უნდა მოვეკიდოთ პრობლემას, მაგრამ არა საბოლოო უნივერსალური თეორიები. და მაინც, რა შეიძლება იყოს შემუზბეული ამ შეზღუდვების გასწვრივ? პასუხი არის ერთგვარი ტექნიკური და ფილოსოფიური დიალოგი. ტექნიკურად საჭიროა უკეთესი განსაზღვრება პათინტეგრალისთვის, განსაზღვრული წესები იმაზე თუ როგორ ვაწილობთ ალბათობებს უზარმაზარ კომპოზიციებში და ძლიერი კორპუსი, რომელიც უერთდება გრავიტაციას სხვა ფუნდამენტურ სფეროებს ისე, რომ მათ აქვთ კონტროლირებადი ზრდა და პროგნოზირების უნარი. ფილოსოფიურად კი ეს მოგწოდებს კითხვას: რა ერქმევა რეალობას, თუ თქვენი საწყისი არის ტალღა, რომელიც არ აღმოაჩნდება ერთხელ და საბოლოოდ, არამედ რასაც ჩვენ ვკითხულობთ, როგორც ყველაზე მოსახერხებელი განმარტება. ეს არ არის დახურული თავი. ჰარტ-ლოულინგის სიმარტივე და ვილენკინის სიმტკიცე აყენებს წინ ერთმანეთს ორი მოპასუხე გზის შერევას. შეიძლება არსებობდეს თეორია, რომელმაც ორივე ინტერპრეტაცია გააგრძელა. ან შეიძლება ვიხილოთ მეთოდი, რომელიც საბოლოოდ ამორიტეტებს ერთს. მაგრამ ერთი რამ მკაფიოა. როგორც მოგზაურობა მიკროიდან მაკროამდე აჩვენებს, რაც ჩვენ ვსწავლობთ ერთი სკალაზე, აისახება მეორე სკალაზეც. სამყარო, რომელიც ვითარდება კვანტური ტალღებისგან, წაგვთავაზებს ახალ ფორმულებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ დასათრისებზე. და ეს კითხვა ჩვენ უკვე გვაიძულებს გადაუძიოთ ფოკუსი არა მხოლოდ მოვლენის აღწერაზე, არამედ იმ ფორმებში, რომელშიც ჩვენ არჩევენ მისი აღწერას. და ბოლოს, თუ ჰარტ-ლოულინგი და ვილენკინი არიან პირველი ორი ციანი ბრუნის სცენარის აღმომჩენნი, მაშინ მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ დავტოვებ, არ არის რომელმა მათგანმა გაიმარჯვა, არამედ რა გაგრძელდება შემდეგ. როგორი იქნება თეორიული და ექსპერიმენტული პროგრამა, რომელიც მოახდენს მათ ინტეგრაციას და შესრულებას იმ მოთხოვნებთან, რომლებიც კოსმოს მიზომდა ჩვენი დაკვირვებებმა მოგვიმზადეს. ეს კითხვა მიხავს ჩვენ შემდეგ ნაწილზე, სადაც ჩვენ უფრო ღრმად ჩავიხედავთ კვანტური გრავიტაციისა და შესაძლო ექსპერიმენტული აპრობაციებისკენ, რომლებიც შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ შეცვალონ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ იწყება ყველაფერი. კამერა ისე უკან იხევს იმ სცენიდან, სადაც დიდი აფეთქების წინ ერთი წამით ადრე ყველაფერი თანდათანობით ბწყინავს და ქრება. ახლა რასაც ხედავთ, შეიძლება მხოლოდ ერთი ჯიბე იყოს უსასრულო ქსელიდან. ეს არის ზუსტი პრობლემა. ინფლაციის იდეა, რომელსაც ალან გუთმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან 1991-ში გააჟრერა, პლაუზიბლი წარმოშობს არა მხოლოდ ერთ სამყაროს, არამედ უსაზღვრო რაოდენობის ქვეუსაკუთრებებს. მოკლედ, ეს გონება ათავისუფლებს კარგ კითხვებს, მაგრამ სხვა, უფრო მწარე კითხვებს აჩენს. როგორ წყვეტთ, რა არის სავარაუდო, როცა არჩევანი უსასრულოა? მარტივი ილუსტრაციით. წარმოიდგინეთ საყიდლებზე უსასრულო თარო, რომელზეც განშტოებები ერთი და იგივე წესით განაწილებულია. თქვენ უნდა გამოაკვეთოთ პოპულარული პროდუქტი. თუ თაროები უსაზღვროა, როგორ აესჩიოთ ერთეულს ისე, რომ პასუხი არ იყოს დამოკიდებული იმაზე, რომელ თაროზე შემოეგეთ? ეს არის ზომის პრობლემა ინფლაციურ სცენარებში. პრაქტიკული შეკითხვა, რომელიც შეცვლის ყველა პროგნოზს. დელა პროგნოზს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ განშტოების უკიდურესი რაოდენობა, მეცნიერება კარგავს პროგნოზირების ძლიერ ხელს და გადადის მძიმე ფილოსოფიაზე. ეს გაურკვევლობა აიძულებს თეორეტიკოსებს შეიმუშაონ ზომის წესები, პროტოკოლები, რომლებიც ადგენენ, როგორ გადანაწილდეს სტატისტიკა აბსოლუტურად კეთილშობილურ, მაგრამ უსასრულო სივრცეზე. ანდრეი ლინდე, სტენფორდის უნივერსიტეტიდან 1993 წლებში ერთ-ერთი იყო, ვინც ინფლაციის თვითნებურ და მუდმივ იმპლიკაციებზე იფიქრა. ამის შემდეგ ალექსანდრე ვილენსკი ტუფსის უნივერსიტეტიდან წამოაყენა იდეები იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთ კაფსულაში მრავალი ადრეული ფაზიდან, მაგრამ კითხვა რჩება, რომელ კაფსულას დავადანაშაულოთ სტატისტიკურად. ამ შეკითხვას პასუხი მოითხოვს ისეთ მეტაფიზიკას, რომელიც მარტივად არ მოჩანს ტელესკოპის ბინოკლით. პირველი ფილოსოფიური სტრატეგია, რომელსაც მეცნიერები მიმართავენ, არის ზომის ფორმულირების ტექნიკური მომზადება. სხვადასხვა გამჭვირვალე ჭრები, რომლებიც ზომავენ რაოდენობას, იმას, რამდენად ხშირად იბადებიან სხვადასხვა პირობები. ეს ყოვლისმომცველი მცდელობა მოიცავს ისეთ კონსტრუქციებს, როგორიცაა საკუთარი დროზე შეზღუდვა და მასშტაბის ფაქტორის შეზღუდვა და კიდევ ასობით ჰიბრიდული ვარიანტი. მაგრამ ყველა ეს მიდგომა აქვს კრიტიკოსი. თითოეული აჩენს პარადოქსს, რომლის მიხედვით რაღაც სპონტანურად ჩნდება უფრო ხშირად ვიდრე სხვა და საბოლოო შედეგები დამოკიდებულია მხოლოდ მათზე, ვინც ზომას ადგენს.
ასე წარმოიქმნება პრობლემა. პროგნოზი აღარ არის სამყაროს გამჭვირვალე თვისება, ის არის შეფასების ინსტრუმენტი. ეს ტექნიკური კითხვა დიდ ფილოსოფიურ გამოცდაში გადაიზარდა. სამეცნიერო პროგნოზის არსი არის ალბათობა, რომელიც უნდა გასცდეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური სურვილებს და შეცვალოს დაკვირვებადი მონაცემების მოლოდინი. როდესაც ზომა არ არის უნიკალური და ინსტრუმენტული არჩევანი განსაზღვრავს შედეგებს, თქვენ მიიღებთ ფაქტობრივად მრავალფეროვან მეცნიერულ მეცნიერებს. სხვადასხვა ზომების მიმდევრები იძლევიან განსხვავებულ მომავალს. ამ კონფლიქტიდან ჩნდება საჭიროება დამატებითი კრიტერიუმების, სიმარტივე, თანმიმდევრულობა და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ექსპერიმენტული შერჩევა. მაგრამ ექსპერიმენტი ხშირად ვერ იმოქმედებს. საქმე ეხება კოსმოსის იმ ნაწილებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არ მოხდება. მეორე ფილოსოფიური სტრატეგია მოძრაობს ანთროპიკური არგუმენტისკენ. თუ გარკვეული პირობები საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი სახეობა წარმოქმნილიყო, მაშინ მხოლოდ ის განშტოებები შესაბამისია, სადაც ჩვენი სახის წარმოქმნა შესაძლებელია. ეს მიდგომა ყველაფერს აშკარად ხსნის საქმეში, მაგრამ ის მნიშვნელოვან შემეზღუდველ შედეგს გვაძლევს. ის გუხდის გამონაკლისად იმას, რასაც ვხედავთ, რადგან ჩვენ უკვე აქ ვართ. მაგალითი, კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემა. რატომ არის ვაკუუმის ენერგია იმდენად პატარა? ანთროპიური პასუხი შეიძლება შემოიფარგლოს იმით, რომ დიდი ვაკუუმები ვერ წარმოქმნიან რბილი სტრუქტურებს და შესაბამისად, ცხოვრებად სამყაროს არსებობა იქნებოდა პრობლემატური. ეს არის ექსპლანატორი ეკონომია, რომელიც ხსნის ჩვენს ადგილს, მაგრამ არ იძლევა პროგნოზს იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ჩვენი ადგილის ხვებისგან. თუმცა ანთროპია თავის თავსაც აკენებს შინაგან მოულოდნელობას. ფილოსოფიური ტესტი ასე იკითხება. თუ თქვენი თეორია ამბობს, რომ უმრავლესობა დამკვირვებელთა იქნება რაღაც აბსურდული, მაშინ თქვენი თეორია ალბათ არასწორია. აქ ჩნდება ბოლცმანური ტვინების პარადოქსი. ლუდვიგ ბოლცმანი, მე-19 საუკუნის ფიზიკოსი, რომელმაც თერმოდინამიკის სტატისტიკური ინტერპრეტაციები განავითარა, გამოთქვა იდეა, რომ ძალიან მცირე ალბათობით შემთხვევითად წარმოქმნილი ფლუქტუაციები შეიძლება შექმნიდნენ ლოკალურ წესრიგს და ამიტომ ზოგჯერ ჩვენი გამოცდილებაც შეიძლება ასეთი ფლუქტუაციის შედეგი ყოფილიყო. თანამედროვე კონტექსტში ეს ნიშნავს, თუ რაღაც სისტემა უსასრულო და მუდმივად ფლუქტუირებს, უფრო სავარაუდოა შემთხვევით წარმოიქმნას ერთი დამკვირვებელი პატარა ტვინის ფორმით, ვიდრე ჩამოყალიბდეს მთელი ჩვენი მდგრადი ისტორია. ბოლცმანური ტვინის იდეა მოქმედებს როგორც შერჩევითი ტესტი თეორიებისთვის. თუ თქვენი თეორია მიიჩნევს, რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა არის შემთხვევით გაჩენილი მოკლე გამოცდილება, მაშინ უკეთესი ახსნა არ არის ჩვენი დასაწყისი ისტორია, არამედ უფრო უგემოვნო. მეცნიერებას არ უნდა თეორია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სავარაუდოა როგორც ხანმოკლე ფლუქტუაცია, ვიდრე როგორც ევოლუციურად ჩამოყალიბებული ისტორია. ამიტომ მრავალი თანამედროვე ფიზიკოსი აწესებს მოთხოვნას ზომის წესებისთვის. ისინი ითხოვენ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ბოლცმანური ტვინების დომინანტობას. ამ გზით უბრუნდებით ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან. ზოგი ზომა არის ლოკალური. ისინი ითვლიან მხოლოდ ჩვენს კაუსალურ უბანს, ანუ იმ სივრცე-დროის შპარგალკას, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია მუდმივ კონტაქტში ვიხოთ. სხვა ზომები არის გლობალური და ითვლიან მთელ უსასრულო ქსელს. ლოკალური ზომები ხშირად უკეთ ებრძვიან ბოლცმანურ პროგნოზებს, რადგან ისინი არ აძლევენ გაუთავებელ თავისუფლებას სპონტანურ ფლუქტუაციებს. მაგრამ ლოკალურობაზე გადასვლა შეიცავს ფასს. თქვენ აძლევთ დაკვირვებათა პრივილეგიას და შესაძლოა კარგავთ უნიკალურობას ზოგიერთ მონაცემში. აქ ისევ ჩანს ფილოსოფიური სირთულე. რა არის უფრო მეცნიერული? თეორია, რომელიც ტექნიკურად ამარცხებს პარადოქსებს, თუ თეორია, რომელიც პასუხობს ჩვენს ინტუიციას სამყაროს ერთიანობის შესახებ. მესამე ფილოსოფიური სტრატეგია არის მეცნიერების რთული პასუხი. აჩვენე პროგნოზები, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს. გაიმარჯვე ან წააგე დაკვირვებით. აქ მკაფიო არჩევანია. უსასრულო ვარიანტების უბრალოდ გაზვიადება არ იძლევა ახსნას. მაქსიმა გათვალისწინებულია მაქსიმალურად გარკვეული პროგნოზით. თუ თეორია ამბობს, რომ შორეული სეგმენტი მასშტაბზე ექნება ისეთ თვისებებს, მაშინ ჩვენ შევისწავლით და დავაკვირდებით. თეორია შეიძლება პროგნოზირებდეს სპეციფიკურ არარეგულარულობას კოსმიურ მიკროტალღურ ფონში, ან ექსტრაორდინალურ კორელაციებს გრავიტაციულ ტალღებში, აციულ ტალღებში, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მომავალმა დანადგარებმა. ამით სამეცნიერო კონკურენცია იბადება. ზოგი ზომა გამოირჩევა უფრო მრავალმხრივი პროგნოზებით, სხვა უფრო მცირე და კატეგორიული. ეს სამი სტრატეგია: ტექნიკური ზომის წესების ძიების ძიება, ანთროპიული განმარტება და პირდაპირი შემოწმებადი პროგნოზები ერთმანეთში ურთიერთქმედებენ პოპულარულ კამპუსში. მათ შორის არ უნდა ველოდოთ ჰარმონიას. უმრავლესობა თანამედროვე თეორეტიკოსებისა, მათ შორის მაქს თემგარკი მასაჩუსეტის ინსტიტუტიდან, იყო აქტიური 2003 წელს და შემდეგაც
მრავალფეროვანი მულტივერსის კლასიფიკაციებისა და პროგნოზების შექმნაში ცდილობენ მონაცემთა შეზღუდვებისა და თეორიული თავისუფლების დაბალანსებას. ეს მუშაობა ცხადყოფს მთავარ სიმპტომს. უსასრულო ვარიანტები არ გვეუბნებიან ავტომატურად ყველაფერს. მათ უნდა გქონდეთ პრინციპი, რომელიც კითხულობს: მეტი რა? ანუ, თუ თქვენი თეორია ათხოვს უამრავ სამყაროს, მაინც უნდა უთხრათ, რატომ ჩვენ ხედავთ კონკრეტულ თვისებებს. კარამელური ანალოგია ამ სიტუაციას კარგად აღწერს. ტკბილეულის უხვი შეფუთვა შეიძლება წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იყოს. თუ თქვენ ხართ არჩევანის წინაშე სამუდამოდ, თქვენ უნდა იცოდეთ, ვინ აყალიბებს შეფუთვას და რატომ ზოგი გემო უფრო ხშირია. ხოლოდ შეიძლება იყოს ყველა გემო არ არის სრულყოფილი ახსნა. იგივეა მულტივერსთან. კონცეფცია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება ოდესმე ხდება, არ გვაძლევს დეტალურ რიცხვებსა და პრიორიტეტებს იმ მოვლენებისა, რომლებიც ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს. საჭიროა C, რომელიც აძლევს პრიორიტეტს არ რიცხვას. ხვას. და მაინც, რატომ ინფლაციით წარმოქმნილი უსაზღვროობა არ ანაცვლებს ექსპლანატორი ძალას. ვინც ფიქრობს, რომ ბევრია არის თვითმიზეზი, ავიწყდებათ მნიშვნელოვანი. მეცნიერება არ სწავლობს მხოლოდ შესაძლებლობებს, ის ითვლის პირობებს, თანაფარდობას და შანსს. უთვალავი შესაძლო სამყაროს არსებობა მხოლოდ მაშინ იძლევა განმარტებას, თუ შეგიძლიათ უკავშიროთ მათ პროფილებს ზომათა სქემის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ გქონდათ ლექსიკა, რომელიც უთხრა ბევრ სიტყვას, მაგრამ არ არჩევს მნიშვნელობას. ჩვენამდე მიღწეულია ტექნიკური პროგრესი, მაგრამ შემოწმება რჩება ღრმა გამოწვევად. ზოგი ჯგუფი, მაგალითად პლანკის კოლაბორაცია, აწუდის მაღალი სიზუსტის კოსმიკურ ფონურ მონაცემებსა და მცირე არარეგულარულობა შეთაშეზღუდვებს. ეს მატებს წნეხს თეორიებზე, რომლებიც მოსალოდნელად განსხვავებულ ნიმუშებს იწერენ. თუმცა სანამ ზომის პრობლემა არ მოგვარებულა პრინციპულად, პროგნოზები შეიძლება იქნას მუდმივად შერჩეული. ისინი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ სამყაროზე, არამედ მეცნიერ უშეთახმებებზე. ეს ქმნის არჩევანს. ან მოვიგებთ პრინციპულად ახალ იდეას, ან დავრჩებით ჩვენს ოკეანეში, სადაც ტალღები ცვალებადია. ის, რაც ამ ჰორიზონტიდან ჩანს, არის პირდაპირი გამოწვევა ჩვენს ინტელექტს. პირველ რიგში საჭიროა პრინციპი, რომელიც დაადგენს სიმსიმართლეს მაშინაც, როცა ბევრი შესაძლო სამყაროა. მეორეც, საჭიროა კრიტერიუმები, რომლებიც გამორიცხავენ ბოლცმანური ტვინების დომინირებას. და მესამე, ყველაზე ღრმა. მან უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს მხოლოდ მკვეთრი ფანტაზია, არამედ გამოიღვიძოს შემოწმებადი პროგნოზებით, რომლებიც მომავალში ტელესკოპები და სხვა ექსპერიმენტები დაადასტურებენ ან დაამხობენ. ჩვენ აქ არ ვცდილობთ საბოლოო აბსოლუტურ პასუხს. ეს ნაწილი მთავრდება მკაფიო მოთხოვნით. თუ ზომის პრობლემა კრიტიკული პაკეტია, მას უნდა გქონდეს გამოსავალი ისე, რომ გამოსვლამ გადამწყვეტად წარმართოს ჩვენი წარმოდგენები. ეს კითხვა გადის ჩვენი სამფილოსოფიურ სტრატეგიას და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჯერ კიდევ მუშაობს თანამედროვე თეორიის ხელსაწყოებით, ძირითადი კითხვა რჩება: როგორ შევამციროთ უსასრულობის მოქნილი მანიპულირება იმ პროგნოზებში, რომლებიც გვაკავშირებენ ჩვენს პატარა ნაცრისფერ პლანეტას და უსაზღრო სცენებს ფარდის იქით. ჩვენ დაგვრჩა ერთი უზარმაზარი პარადოქსი, რომელსაც ისტორიულად აზრი არ უნდა გქონოდა. პირველი ხილული მონაცემები და საუკეთესო ინსტრუმენტები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ეს არ არის მარტივი შეუსაბამობა. ეს არის საფუძვლიანი სიმაღლე ჩვენი უზრუნველყოფის. ეს ღალატი ვლინდება შემდეგში. დაკვირვებები გვეუბნებიან, რომ სივრცე ფართოვდება აჩქარებით, მაშინ როდესაც ჩვენი საუკეთესო თეორიული შეფასებები ვაკუუმის ენერგიას სხვაგვარად განიხილავენ. ჩვენი თეზისი ამ ბლოკში ცხადია. კოსმოლოგიური მუდმივი და ბნელი ენერგიის დაკვირვებები ქმნიან თეორიულ ფილოსოფიურ ძაბვას. ამ თეზის პასუხობენ კონკრეტული მტკიცებულებები. შორეული ტიპი აია სუპერნოვების ნათება, კოსმიური ფონური რადიაციის ანომალიები და იდ მასშტაბებზე სტრუქტურების ზრდის კვალი. ჩვენ წავალთ ამ მტკიცებულებებიდან. განვიხილავთ, რის გამო ფიზიკა აუცილებლად უნდა შეცვალოს თავის პრინციპებში და ვნახავთ, რა რჩება რეალურად შემოწმების ზონაში და რა არის უბრალოდ სპეკულაცია. სუპერნოვების დაკვირვებებმა გვაჩვენა ძალიან მარტივი მიმართულება. სივრცე ფართოვდება აჩქარებით. ეს აღმოჩენა პირველად ოფიციალურად გამოაცხადა სოლ პერლმუტერმა და მისი ჯგუფმა, როცა ტიპი აია სუპერნოვების მასიური დაკვირვებებით აჩქარებული გაფართოება დააფიქსირა. შემდეგ ეს შედეგი დამოუკიდებლად დადასტურდა. ამ აღმოჩენამ გამოიწვია ფუნდამენტური გადახედვა. ჩვენ არ დაგვაკლდა მხოლოდ ჩვეულებრივი მატერია. საჭიროა ბნელი ენერგია, რომ ახსნას ეს აჩქარება. ამ შრომის შედეგად ნობელის პრემია მიენიჭა 2011 წელს, მაგრამ შორი დაკვირვება არა მხოლოდ ერთი მინიშნებაა. ევროპის და ამერიკის ჯგუფებმა, მათ შორის პლანკის კოლაბორაციამ, მოგვაწოდეს კოსმიური მიკროტალღოვანი ფონური რადიაციის მაღალი სიზუსტის რუკები, რომლებიც არა მარტო ადასტურებენ საერთო სურათს, არამედ ზუსტად ზომავენ კომპოზიციას.
კოსმოსის თერმომეტრმა, როგორც არნო პენციასი და რობერტ ვილსონი ისტორიულად ასწავლიდნენ, ახლა მკაფიოდ გვიჩვენებს. ბარიონული მატერია ცოტა არის იმისგან, რასაც გრავიტაცია საჭიროებს. და მაინც, აქ იწყება საკითხი. კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემა. სტივენ ვაინბერგი თეორიულად განმარტავდა, რომ კვანტური ვაკუუმის პროგნოზები კოსმოლოგიური მუდმივისთვის მიიღებს უზარმაზარ მნიშვნელობას, რაც ცდება დაკვირვებით მიღებულ მნიშვნელობებს. ეს უთანხმოება თეორიის ხაზგასმული პროგნოზი წინააღმდეგ დაკვირვებითი წარმომავლობის არის ის ძაფი, რომელიც დღეს ბზარს აბამს ფუნდამენტურ ფიზიკას. შემდეგი მონდა კითხვა. როგორ მოახერხებს კვანტური ვაკუუმი ენერგიას, რომელიც ასწევს ჩვენს დაკვირვებულ კონტექსტს? ეს კითხვა არ არის მხოლოდ ტექნიკური, ეს ფილოსოფიური და პრაქტიკული საკითხია, რადგან ეხება მასალას, რომელსაც ჩვენი ინსტრუმენტები ვერ იბეჭდავენ. კოსმოლოგიური მუდმივი, როგორც ოპერაციული პარამეტრი, ეუბნება, რომ სივრცეს აქვს საკუთარი სიმშვიდის ტიპის ენერგია. კოსმოლოგიური მუდმივი პლუს ცივი ბნელი მატერიის ჩარჩოში ეს მნიშვნელობა მოქმედებს როგორც წყლი, რომელიც აძლევს წინააღმდეგობას დიდმასშტაბიან სტრუქტურათა ზრდას და ამავე დროს აჩქარებს სივრცის გაფართოებას. მაგრამ ფარული კითხვა რჩება. რატომ არის ეს მუდმივი დახურული იმ დონის მიხედვით, რასაც ვხედავთ, და არა 10-ჯერ ან 100-ჯერ უფრო მეტი ან მცირე? ეხლა შევჩერდეთ სკეპტიციზმზე. შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მეთოდოლოგიური ან მონაცემთა ინტერპრეტაციის შეტომა. ეს ლოგიკური შეკითხვაა და ვალდებულად უნდა დაუსვათ. ამიტომ ჩვენ არ ვყდნობით მხოლოდ ერთ დაკვირვებას. ჩვენი დასკვნა აგებული არის მრავალ დამოუკიდებელ დაკვირვებაზე, რომლებიც ერთმანეთთან ჯოჯოხეთურად გადამოწმდება. სკეპტიციზმი გვაიძულებს ძალიან მკაცრად მოვეკიდოთ არაკამერალურ მტკიცებულებებს. გრავიტაციული ლინზირება გვაძლევს დამატებით ინფორმაციას არაბარიონული მასის განაწილების შესახებ. სხვადასხვა ჯგუფები აჩვენებენ, რომ ლინზირების რუკები ხშირად მიუთითებენ ბარიონზე დიდი მასაზე. ეს არ არის მხოლოდ არტეფაქტი. ეს არის დამოუკიდებელი კვალი, რომელიც მიუთითებს იმავე სურათისკენ, რასაც სუპერნოვები და კოსმიური ფონური რადიაცია გვიჩვენებს. თუმცა პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ ალტერნატივების გარეშე ვერ ვრჩებით. საჭიროა მკაცრი ჩამონათვალი იმ ჰიპოთეზებია, რომლებიც დღეს ცოცხლობენ, დეტალებამდე გაინტერესონ, რა შეიძლება შეუსაბამოდ შეაფასოს ექსპერიმენტულად და რა რჩება სპეკულაციად. პირველი რეალური კანდიდატი არის ბნელი ენერგია, როგორც კოსმოლოგიური მუდმივის მარტივი ფორმა. ეს კომპაქტური, თეორიულად მარტივი იდეა ამბობს, რომ სივრცის ყოველი წერტილი შეიცავს ენერგიას, რომელიც არ იკლებს დროსთან ერთად. ეს იდეა კარგად ჯდება დაკვირვებებთან და არ საჭიროებს ახალ დინამიკურ ველს. მისი მთავარი უპირატესობა არის პასიურობა და მონაცემებთან შესაბამისობა. მეორე რეალური ვარიანტია დინამიკური სკალა ველები, ზოგჯერ წოდებული კვინტესენსად. ეს იდეა ამბობს, რომ ბნელი ენერგია არ არის მუდმივი, არამედ ველი, რომელსაც აქვს ევოლუცია სივრცითა და დროში. მისი ენერგია შეიძლება იცვლებოდეს და არ იყოს თანაცხოვრად მთელ სამყაროში. ეს მოდელები ახერხებენ გარკვეულ რეგულირებას დაკვირვებებთან, თუმცა ხსნიან უფრო რთულ პროგნოზებს, რომლებსაც შესაძლებელია შეამოწმო. მესამე ჯგუფი ეხება მოდიფიცირებულ გრავიტაციას. მიურაი მიუგრომი და სხვა შეთავაზე მოდელები, რომლებსაც ეწოდებათ მონდ, რომლებიც ცვლიან ნიუტონურ ან აინშტაინურ გრავიტაციას გარკვეულ მასშტაბებზე, რათა ახსნას გალაქტიკების ბრუნვის კანონები დამატებითი დარკ მატერიის გარეშე. ეს მიდგომა ლამაზია, რადგან პირდაპირ შეცვლის გრავიტაციის წესებს, მაგრამ პრობლემაა, ის ხშირად არ ეწყობა მსოფლიო მასშტაბის დაკვირვებებს და პლანკის მსგავს სწორუპრიგო მონაცემებს. შემდეგი ბლოკი ეძღვნება რეალურ ექსპერიმენტულ შეზღუდვებს. მიწის ზედა დამზერებმა, რომლებიც ეძებენ ბნელი ნაწილაკების ნატანას, უკვე შემოიღეს მკაცრი შეზღუდვები მრავალ პოპულარულ კანდიდატზე. მრავალი ტიპის ვიმპი ამჟამად უკვე ძლიერად შეზღუდულია. ეს არ გულისხმობს, რომ ყველა ვარიანტი გაქრეს, მაგრამ ბევრი მარტივი და მიმზიდველი იდეა ახლა ნაკლები რჩება. ინფრასტრუქტურული დაკვირვებები აძლიერებენ ამ წნეხს. გალაქტიკური მასშტაბების ანალიზი, გრავიტაციული ლინზირება და კოსმიური ფონური რადიაციის შედეგები კულუმ მიუთითებენ მსგავს კომპოზიციაზე, თუმცა ერთდროულად ართულებენ ზუსტ ბუნებრივი მექანიზმის ახსნას. ეს ფაქტია, რომელიც გვაიძულებს ან შევიმუშაოთ ახალი ბუნებრივი მექანიზმი, ან მივიღოთ ზედმეტად დახვეწილი პარამეტრიული მიდგომა. ამავე დროს არსებობს უფრო სერიოზული პრობლემა, რომელსაც ზომის წინააღმდეგობა უკავშირდება. თუ კოსმოლოგიური მუდმივის მნიშვნელობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კვანტური თეორიის ბუნებრივი მოლოდინია, მაშინ სად რა უნდა ვეძიოთ მიზეზი? ეს არა მხოლოდ რაოდენობრივი საზომია, ეს მიგვანიშნებს, რომ ჩვენი მეთოდები შესაძლოა არ ითვალისწინებდნენ უკიდურეს პირობებს, ან რომ საჭიროა ახალი ფუნდამენტური პრინციპი. რა არის სპეკულაცია და რა შემოწმებადი ჰიპოთეზა? სპეკულაცია იწყება იქ, სადაც ვერ გამოგზადებთ განმეორებით პროგნოზს, რომელიც შეიძლება უარყოს ან დაადასტუროს მომავალმა დაკვირვებებმა.
რეალური ჰიპოთეზა პირიქით გვთავაზობს მკაფიო აღსრულებად მონაცემებს. Როგორ შეიცვლება შორეული გალაქტიკების გაზომვები, როგორ უნდა გამოჩნდეს გრავიტაციული ტალღების ფონზე ან ლინზირების რუკებზე. წარმატებული მაგალითი არის ბარიონული აკუსტიკური დინამიკა. ეს ფენომენი, რომელიც თავის კვალს ავლენს კოსმიურ ფონურ რადიაციაში და გალაქტიკური განაწილების მასივში, იძლევა ძლიერ სპექტრულ ნიშნებს კოსმოლოგიური მუდმივის წინააღმდეგ. აქ დაკვირვება და თეორია ერთმანეთის შემოწმებადი არიან. მომავალი ექსპერიმენტები გვპირდებიან დამატებით პასუხებს. ახალი სუპერნოვების მონიტორინგი და უფრო ზუსტი პლანკის შემდგომი კოსმოსური ფონური რუკები შეამცირებენ პარამეტრების გაურკვევლობას. მაგრამ თუ ჩვენ კვლავ მივიღეთ იგივე სურათი, მაშინ რჩება თეორიული კითხვა. როგორ უნდა ჩავთვრიოთ ეს მუდმივი ბუნების ნაწილად? ეს არის ადგილი, სადაც ფილოსოფია გარკვეულ როლს თამაშობს. შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მეთოდებს და დავიბრუნებთ ყველაზე ძლიერ არგუმენტებს. ან შეგვიძლია გვეკითხა, ამ დაკვირვებებს აქვთ წესით საბოლოო კითხვა. თუ ისინი უბრალოდ ღიმილები უფრო ღრმა პრინციპისთვის. პასუხი არ არის მარტივი, ამიტომ მეცნიერთა სტრატეგია მრავალმხრივია. ისინი იყენებენ ყველაზე მკაცრ დაკვირვებებს, აწარმოებენ ალტერნატივების ტესტირებას და განსაზღვრავენ კრიტერიუმებს, რომელი ჰიპოთეზა იმარჯვებს. პროცესის გულში არის ორი წითელი ხელი: პროგნოზის უნარი და გამორიცხვის მექანიზმი. ბოლო აზრი ისევ ბიძგს გვაძლევს. შეიძლება ჩვენი კლასიფიკაციები ხილვადობაზე და უხილაობაზე უნდა გადახვიდეს უფრო ფინომენოლოგიურ ჩარჩოს. თუ ბნელი ენერგია არის ახალი საფუძველი, მაშინ ჩვენი დახასიათებები სივრცისა და ენერგიის შესახებ უნდა გადაიხედოს. ეს რევოლუცია არ ნიშნავს მხოლოდ ახალი ნაწილაკების დამატებას. შესაძლოა ეს მოითხოვს ჩვენი ფილოსოფიური ხედვების გადაფასებას სამყაროზე. და მაინც, როგორი პროგნოზები შეიძლება იქნეს გაკეთებული უახლოეს მომავალში. დაკვირვებების ორი სახე საჭიროა. პირდაპირი, ახალი ნაწილაკების ძიება დეტექტორებში და არაპირდაპირი, უფრო დახვეწილი მასშტაბური ჩანაწერების შედარება. რაც სპეკულაციად რჩება, ეს არის იდეები, რომლებიც საჭიროებენ სრულიად ახალ მეტაფიზიკურ ელემენტებს და არ ირმიღებენ სინჯის გზას, რომელიც გამეორებადია. ამიტომ არჩევნის კრიტერიუმი მკაფიო ხდება: პროგნოზის გამეორებადობა და სტატისტიკური შეფასება. თუ იდეა არ იძლევა გზას, რომ მივიღოთ მკაფიო ტესტი, არ არის გზა მისი გადამოწმებისთვის. ეს იდეა რჩება ფილოსოფიურ ფანტაზიად. ვაკეთებთ არჩევანს არა ემოციურ ქარიზმაზე, არამედ იმაზე, შეუძლია თუ არა იდეას სასკოლო გამოცდაზე ჩაბარება. პატარა ხიდი მომავალთან. თუ კოსმოლოგიური მუდმივი და ბნელი ენერგია არის რეალური ფენომენი, მაშინ ჩვენი თეორიები უნდა იქნეს შეწმენდილი ისე, რომ არ იყოს მხოლოდ ეტიკეტი, არამედ რეალური პროგნოზების მანქანა. თუ ალტერნატიული გრავიტაცია პასუხი, მაშინ ის უნდა გაუმკლავდეს პლანკის მონაცემებსაც და გალაქტიკური მასშტაბების დაკვირვებებსაც. ამით ვტოვებთ ნაწილს არა დასკვნით კითხვით, არამედ გამოწვევით. როგორ ავაგოთ პრინციპი, რომელიც აერთიანებს დაკვირვებებს და ეცდება გადალახოს ჩვენი ყველაზე დიდი ავტორიტეტული წინააღმდეგობათა პარადოქსი. თქვენ დგახართ სამზერიდან, რომელსაც ორი განსხვავებული ენა ესმის. ერთი ეუბნება სივრცე-დროის ალღოს ნაზი აბსოლუტურ ორობას, მეორე მანქანასავით აფეთქებს უთქმელ ელემენტარულ ხმას. წარმოიდგინეთ სცენა, სადაც ერთი თეორია ზომავს გიგანტურ გრავიტაციულ ქარებს, ხოლო მეორე იკავებს უმცირეს დონეს, სადაც გაცოცხლდა კვანტური ფლუქტუაციები. ორივე ერთდრო მართალია, მაგრამ ერთმანეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის ჩვენი მთავარი თეზისი. წინა ნაწილი დაგვიტოვა მოთხოვნით. მივიღოთ პრინციპი, რომელიც გადაიყვანს ორ ენას ერთში. ახლა მივშტაპებთ იმ ტერიტორიას, სადაც ეს დიალოგი ყველაზე ხმამაღლა აფეთქდება. გრავიტაციის ექსტრემალურ ზონებში. გრავიტაციული ექსტრემუმი არ არის მხოლოდ ფილოსოფიური სცენა. ეს ფაქტია, რომელსაც ტელესკოპები, დეტექტორები და თეორიული ძაფები უპირისპირდება. 2019 წელს ჰორიზონტის მოვლენათა ტელესკოპის პროექტმა რადიოტელესკოპების ქსელით გამოაჩინა ჰორიზონტზე სურათი, რომელიც მაშინვე შეეჯახა ჩვენს რთულ პროგნოზებს. აქ იკვეთება ზვარი. ჩვენი გეომეტრია პროგნოზობს ცივ და სიმკვრივის მიხედვით წარმოქმნილ ჰორიზონტს, მაგრამ კვანტური მრავალი ხმა ამბობს, რომ ჰორიზონტზე ინფორმაცია უნდა ინახებოდეს. მაგრამ მოდით არ ვიჩქაროთ. თეზისის შემდეგ გვჭირდება მტკიცებულება, არა მითქმა-მოთქმა, არამედ მკაფიო დაკვირვება. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა, რომელსაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და მასაჩუსის ტექნოლოგიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფებმა ხელმძღვანელობა გაუწიეს, გახსნა ახალი ფანჯარა. ეს მონაცემები მოგცა ხმა შავი ხვრელების შეჯახებებზე და მათმა შინაგან სცენებმა გამოწყვიტა ტრადიციული გამოსახულება. ეს ტექნოლოგიური გარღვევა გვამცნობს, რომ პრობლემა არის რეალური და ტესტირებადი. აქ იწყება ჩვენი სტრეს ტესტი.
რამდენად ეთანხმებიან კვანტური პრინციპები და ზოგადი რელატივისტური გეომეტრია, მაშინ როცა სივრცე დრო იკეცება. შემდეგი ნაბიჯი. ლაბორატორია, სადაც მცირე შტრიხები იძლევიან დიდი მითითებებს. ჰენდრიკ კასიმირის ექსპერიმენტმა შუა 50-იან წლებში აჩვენა, რომ ვაკუუმიც კი არ არის აბსოლუტურად ცარიელი. ორი მსუბუქი ფირფიტის შორის არსებული სივრცე ქმნის ძალას, რომელიც ფირფიტებს ახლოს მიიღვას. ეს პატარა ხილული ძალა გვასწავლის, რომ კვანტური ვაკუუმს გააჩნია ზედაპირული ენერგია და ეს ენერგია არ შეიძლება მივიჩნიოთ უბრალოდ ცარიელი ადგილად. აქვე იწყება ყველაზე უცნაური კონფლიქტი. თუ ვაკუუმი ენერგიით არის დაკავებული, როგორ გავითვალოთ მისი გრავიტაციული გავლენა და როგორ შეესაბამება ეს ზოგადი გეომეტრიის პროგნოზებს? ჩვენი სტრუქტურა იძაბება, როდესაც ბნელი მხარეებს ვეძებთ. შავი ხვრელები იდეალური ლაბორატორიაა, სადაც ეს ორი ენა ცოცხალ კონტექსტში ებრძვიან ერთმანეთს. იაკობ ბეკენშტეინის ნაშრომებმა შუა 50-იან წლებში აჩვენა, რომ შავი ხვრელები შეიძლება განვიხილოთ როგორც თერმოდინამიკური წარმონაქმნები. მათ აქვთ ენტროპია, რომელიც პროპორციულია ჰორიზონტის ფართობს. სტივენ ჰოუკინგმა კემბრიჯის უნივერსიტეტში შუა 70-იან წლებში გამოიტანა და თავისი რევოლუციური შედეგები და აღნიშნა, რომ შავი ხვრელები ასხივებენ, დღეს ეს ცნობილია ჰოუკინგის გამოსხივებად. ესენი ერთად ქმნიან პარადოქსს. თუ შავი ხვრელი ასხივებს ნაწილაკებს და ჰორიზონტი მასას კარგავს, სად ინახება ინფორმაცია, რომელიც იყო შიგნით? ეს კითხვა კონტრადიქციას წარმოშობს, რომელიც არ არის მხოლოდ თეორიული მოლაპარაკება. ეს არის სტრეს ტესტი ჩვენი ჩარჩოებისათვის. ინფორმაციის პარადოქსი ამბობს, რომ ორ ნამდვილის წესს შორის დაპირისპირებაა. კვანტური პრინციპი, ინფორმაციის უნიკალობა და მისი არაელიმინაცია. გვარწმუნებს, რომ წინა მდგომარეობის მონაცემები არ იხსნება, ხოლო ზოგადი რელატივობა კი თავისი ხელმძღვანელობით მიუთითებს, რომ შავი ხვრელი საბოლოოდ კარგავს ყოველივე და არაბრუნებად დელეგირებს შიგდავს. აქ დგება მთავარი შეკვეთა. შეიძლება თუ არა, რომ ჩვენი ყველაზე წარმატებული თეორიული ხელსაწყოები ერთად ვერ გასცემენ თანმიმდევრულ პასუხს, როდესაც საქმე მიდის ჰორიზონტის მიღმა არსებულ ინფორმაციაზე. ასიმეტრიული ხაზის გასაწერად უნდა მივიღოთ შესაძლო შედეგები. ერთგვარი გადაწყვეტა ამბობს, რომ ინფორმაცია ინახება ჰორიზონტზე. ამ იდეას შევერთდა ჰოლოგრაფიული პრინციპი, რომლის ძირითადი იდეა ამბობს, რომ ერთი მიმოცულობის ინფორმაცია შეიძლება ჩაიწეროს მისი ზედაპირის მონაცემებზე. აცცეფტი კორესპონდენცია, როგორც თეორემისებური ინტერპრეტაცია, აჩვენებს, რომ ზოგიერთი სივრცულ გეომეტრიული პირობების ქვეშ გეომეტრია და კვანტური ფიზიკა შეიძლება იყოს ერთი ენა. სხვა ვარიანტი აცხადებს, რომ ჰოუკინგის გამოსხივება შეიძლება შეიცავდეს ნაკლებად ხილულ კვანტურ კოდირებას, მაგრამ ამ იდეების უნივერსალური დამადასტურებელი მექანიზმი ჯერ არ არსებობს. ამ ყველაფრის შედეგია, რომ თუ ინფორმაციის საკითხი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი ვერ არის, მაშინ ჩვენი წარმოდგენები სივრცის ბუნების შესახებ შეიძლება საჭიროებდეს ფუნდამენტურ გადახედვას. როცა ორ ენას შორის შერიგება აუცილებელია, ჩვენ ვეძებთ მკაფიო მტკიცებულებებს და გამორიცხვებს. პირდაპირი გამოკვლევები, რომლითაც ეძებდნენ ბნელი მატერიის კანდიდატებსა და სხვა კვანტურ სიგნალებს, ჯერ არ გამოიტანა ფუნდამენტური აღმოჩენა. ეს მიუთითებს, რომ ჩვენი სიბნელე შესაძლოა არ იყოს მხოლოდ მარტივი ერთგვარი ნაწილაკი. ინფორმაციის პარადოქსი სხვა ტიპის ტესტს მოითხოვს. ის გადასაწყვეტია პროგნოზებზე, როგორ შეიძლება იფანტოს ინფორმაცია ჰორიზონტიდან. ეს პროგნოზები უარყოფს რამდენიმე შეთავაზებულ მოდელს. აქ აუცილებელია მკაცრი კრიტერიუმი. თეორია, რომელიც ვერ ამბობს რა ხდება ინფორმაციის კატეგორიასთან, უბრალოდ ფილოსოფიური სცენარია და არა ფიზიკური წინადადება. მალე გადავალთ ალტერნატივებზე. რა უჟო გამორიცხულია და რა რჩება ღია. მონდის მოდიფიკაციებმა უზრუნველყვეს კარგი შედეგები გალაქტიკური მასშტაბებისთვის, მაგრამ ისინი წარუმატებლობენ პლანკისა და კოსმიკური მიკროსმწვავე ფონური რადიაციის დაკვირვებების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მონდის ტიპის წარმოსახვები არ უპასუხებს ყველა სკალარულ გამოცდას. ნაწილობრივი მომხსნე სტატუსით, იდეა, რომ ბნელი მატერია არის ახალი სტაბილური ნაწილაკი, ჯერ არ აქვს პირდაპირი აღმოჩენა, ასე რომ არც ეს გზა ყოველდღე არ არის გადაწყვეტილი. ჩვენ ხედავთ, რომ ბევრი იდეა მოიპოვებს ნაწილობრივ წარმატებას, მაგრამ თლიანობაში ვერ აჩვენებს ერთიანი შესრულების შესაბამისობას ყველა დაკვირვებასთან. ფილოსოფიური ქვეტექსტი ამ ყველაფერს მახვილს აძლევს. თუ ინფორმაციის უქონლობა არის შესაძლებელი, ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით არჩევანის წინაშე. მივიღოთ სამყაროს უფრო კლინიკური, დაშორებული ჩანახატი, სადაც ინფორმაცია იფერფლება. ან დავიცვათ კვანტური რეგულები და ვეძიოთ ახალი პრინციპები, რომლებიც დარეგულირებენ ინფორმაციის ბრუნვას. ეს დილემა არ არის მხოლოდ ტექნიკური. იგი ეხება იმას, თუ რა უნდა მივიჩნიოთ მეხსიერებად ფიზიკურ სამყაროში. ზოგი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ საჭიროა ახალი ფუნდამენტური პრინციპი,
რომელიც დააკავშირებს ინფორმაციას სივრცე ტექსტურ გეომეტრიასთან. სხვები ამბობენ, რომ უბრალოდ არ გვაქვს საკმარისი საკვები ტექნოლოგია, რათა ამის ტესტირება მოახდინოთ. შესაძლებელია მკაცრად განსაზღვროთ, რა არის უკვე გამორიცხული. პირდაპირი დეტექციის არარსებობამ შეამცირა დიდი წილი მიდელების ნაწილის სივრცე. ზოგი მოდელი დამოკიდებულია კონკრეტულ ურთიერთობებზე და განტოლებებზე და ისინი დღეს ნაკლებად აქტუალურები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ნაწილაკი გაქრა. მოთავსებულია კანდიდატები, როგორიცაა აქსიონური ტიპის ნატიფი ნაწილაკები, რომლებიც თითქმის არ ურთიერთობენ ჩვეულებრივ მატერიასთან. ამიტომ აუცილებელია დისციპლინა. არ გამოირიცხოთ ყველაფერი, რაც ახლავე შემოწმდება, მაგრამ მკაცრად გამორიცხეთ ის, რაც აშკარად უპირისპირდება დაკვირვებას. გადავიდეთ ძირითადად ღია საკითხებზე. რა რჩება გაუხსნელი? პირველ რიგში კოსმოლოგიური მუდმივის მნიშვნელობის საკითხი და მისი საოცრად მცირე მნიშვნელობა. ამ დაპირისპირებამ წარმოშვა უზარმაზარი მარცხი კვანტური ვაკუუმის პროგნოზებსა და დაკვირვებებს შორის. მეორე, ინსტრუმენტული შეკითხვა. რამდენად შესაძლებელია ექსპერიმენტულად დაიჯირო ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ნამდვილ ჰორიზონტებთან. თეორიული პროგნოზები ხშირად გვეუბნებიან, რომ ეფექტები პატარაა, თუმცა ზოგი მოდელი მატებს მათ მახასიათებლებს და აქედან გამომდინარე ისინი ტელესკოპებისთვის ტესტირებადები გახდებიან. მესამე ღია კითხვა არის ის, როგორ უნდა შემოვიღოთ ჰოლოგრაფიული ან ალტერნატიული პრინციპები სტატისტიკურ პრინციპები სტატისტიკურ და მონაცემთა ჩარჩოებში. ეს არის ადგილი, სადაც ფილოსოფია და ექსპერიმენტი ყველაზე მკვეთრად უნდა შეხვდნენ. ერთი რამ აცხადი. შავი ხვრელის ინფორმაციის პარადოქსი არ არის აკადემიური მინიშნება. ეს გამოწვევა რჩება ჩვენთვის, როგორც სტიმული ხანგრძლივი თეორიული და ექსპერიმენტული მუშაობისთვის. შესაძლოა პასუხი არ იქნება ერთი-ერთიანი პრინციპი, არამედ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც აღიარებს, რომ ზოგი პრობლემა საჭიროებს ნაკლებ კლასიკურ ენას გამოსასვლელად. ეს პირდაპირ შეეხება არა მხოლოდ ფიზიკის, არამედ ეპისტემოლოგიის ცვლილებას, როგორ ვასახელებთ მონაცემს, როგორ ვარჩევთ თეორიული სახელმძღვანელოებს და რა გაგებით ვიტყვით, რომ თეორია ვეღარ მუშაობს. თქვენ შეიძლება გითხრათ, რა პრაქტიკული გზა არსებობს წინსვლისთვის? პასუხი მარტივია და მკაცრი. საჭიროა მრავალსაფეხურიანი მკაფიო ტესტირება. თეორია, რომელიც აცხადებს, რომ ინფორმაცია სრულად იკარგება, უნდა წარმოადგენდეს პროგნოზებს ფიზიკური ნიშნების შესახებ, რომლებიც დეტექტორებმა აუცილებლად უნდა დაიმზირონ. დასანანებია თუ ასეთი პროგნოზები აბსტრაქტული რჩება. ექსპერიმენტები შეიძლება გაშალონ ორ ძირითად მიმართულებაზე: დეტექტორული მიდგომა, რომელიც ეძებს კვანტურ ნიუანსებს, და ასტროფიზიკური დაკვირვებები, რომლებიც აგროვებენ გრავიტაციული ტალღებისა და ჰორიზონტების სპეციფიკურ ნიშნებს. ამ გზაზე ზოგი ტესტი საჭიროებს დროს და ახალ ტექნოლოგიას. ზოგი უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ მოითხოვს მკაცრად ჩამოყალიბებულ იდეებს, რათა შესაძლო შედეგები თვალშისაცემი გახდეს. მიუღებელია თეორიული ფლანგი, რომელიც არ გვაძლევს მართებულ პროგნოზებს და მხოლოდ ინტუიციაზე ფლანგავს. ჩვენი კრიტერიუმი რჩება სამეცნიერო, პროგნოზის გამეორებადობა და მონაცემთა წინააღმდების შესაძლებლობა. ფინალი აქ არ არის დახურული დასკვნა, არამედ მორიგი გამოწვევა. ჩვენი ორი ენა, განძლე გეომეტრია და კომპოზიციური კვანტური მედროვეობა უპირისპირდებიან იქ, სადაც ჩვენი წარმოდგენები ირთულება. ეს კონფლიქტი არ არის ტრაგედია, ეს ინვესტიცია გზისკენ მიმავალ საქმეში. ის გვაიჯულებს ვიმოქმედოთ, რათა მივცეთ პასუხი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ მთავარი შეკითხვის გაგება სხვას არ ევალება. თუ ინფორმაცია არის სული ჩვენი ფიზიკური კანონებისა, მისი დაცვა ან ტრანსფორმაცია გახდება მომავალი თაობის ინტელექტუალური მისია. წარმოგიდგინეთ, რომ თქვენ ხართ დეტექტივი და გაქვთ ჯაშუში ინფორმაცია მხოლოდ იმ დაჯგუფების შესახებ, რომელიც მოიცავს საქმით დაინტერესებულების 5%-ს. დანარჩენი 85% სიამოვნებით არ პასუხობს კითხვებს, არ ტოვებს თითის, ანაბეჭდებს და არ ანთებს სინათლეს. ახლა სთხოვეთ საკუთარ თავს. როგორ დაიწყებთ გამოძიებას, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებები უხილავია? ეს მსუბუქი, მაგრამ მწვავე ფიქრის ექსპერიმენტია და აქ იწყება ჩვენი ახალი სექცია – ფილოსოფიური სტრატეგიების ლაბირინთი, სადაც სამი გზა არის შესაძლებელი. პირველი გზა იკვეთება როგორც ბრუტი ფაქტი. მიიჩნევ შენიშვნულ რეალობას როგორც ხელშესახებს, ყოველგვარი მეტაფიზიკური დამატებების გარეშე. ამ მიდგომის ცენტრალური არგუმენტი არის: დაკვირვებითი მოდელები, მათ შორის სტანდარტული კოსმოლოგიური ჩარჩო, მიიჩნევენ, რომ მონაცემი, მისი სისტემა და კორელაციები ხშირად წარმოადგენს ამომწურავ ინფორმაციას. ბრუტი ფაქტი პრაქტიკულად ნიშნავს, ჩაკრავ კამერას და იმაზე იშფოთებ, რაც გადმოგეცა. ამ მიდგომამ უკვე გენერირა წარმატებული ოპერაციული მოდელი, რომელსაც კოსმოლოგები ფართოდ იყენებენ. მაგრამ ამ გზას აქვს ლიმიტაციები. ბრუტი ფაქტი არ სვამს კითხვას რატომ. ის მხოლოდ აღწერს და შეესაბამებს. ამიტომ ჩნდება კვანტური ვაკუუმის გამოცხადებული პარადოქსი.
სტივენ უაინბერგი და სხვა ფიზიკოსები მრავალი წლის განმავლობაში მიუთითებდნენ, რომ დაკვირვებული კოსმოლოგიური მუდმივი არ შეესაბამება მარტივი თეორიულ პროგნოზებს. ფაქტი არსებობს, მაგრამ ახსნა არ არის. ეს არის ბრუტი ფაქტის ძირითადი სისუსტე, explanatory emptiness, რომელსაც ფილოსოფია ხშირად ამარაგებს. მეორე გზა არის აუცილებლობის გზა, მოთხოვნა, რომ არა მხოლოდ მიიღოთ ფაქტები, არამედ ააშენოთ მათზე ახსნა. ახალი ნაწილაკები, ალტერნატიული წესები ან მოდიფიცირებული გრავიტაცია. იგრავიტაცია. ეს მიდგომა განისაზღვრება იმით, რომ ცდილობს ჩამოაყალიბოს მკაცრი, შემოწმებადი პროგნოზები. მაგალითები არიან სხვადასხვა ნაწილაკური კანდიდატები და გრავიტაციის ცვლილების მიკარნახები, რომლებიც განიხილებოდა ბოლო 10 წლეულებში. ასეთი პროგრამების ფუნქცია მოძებნონ ექსპერიმენტული ნიშნები, რომლებიც აღვიძებენ ჩვენი ინსტრუმენტების მგრძნობელობას. ორმა რამემ უნდა გაქვს საფრთხილოს. ბევრი ასეთი პროგნოზი უკვე შემოწმდა და შედეგები ნეიტრალურია. უბრალოდ ინსტრუმენტებს შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი მგრძნობელობა. აუცილებლობის გზა კარგია explanatory depth-ით, მაგრამ რისკი არის თეორიული ადაპტაცია მონაცემების მიხედვით, რაც ძალას აკარგვებს. გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს მკაცრ პირდაპირად შემოწმებად ტესტებს და არა მხოლოდ ნიშნების მოსაძებნად მორგებული მოდელების წამოწყებას. გაითვალისწინეთ ციფრები. სამყაროს 85% უხილავია. ეს სტატისტიკა არ არის სიმბოლური. ეს არის ფაქტი, რომელიც თეორიებს აძლევს ტექნიკურ კითხვას. რატომ არის ის ასეთი? თუ უმთავრესი ნაწილი უხილავია, აუცილებლობის გზა აცხადებს, რომ არსებობს ფიზიკური მიზეზები, რომლებიც ელოდებიან იპოვების მომენტს. ეს მოსაზრება შემაშფოთებელია და სტიმულია მეცნიერული ინვესტიციისთვის. მესამე გზა არის მათემატიკური ონტოლოგია. ეს იდეა გახადა უფრო ცნობილმა ადამიანების გარკვეულმა თეორეტიკოსებმა, რომელიც ამბობს, რომ ფორმალური მათემატიკური სტრუქტურები არ არიან მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ რეალობის არსებული ელემენტები. მარტივად გეზაგთ, თუ თეორიები რუკებია, მათემატიკური ონტოლოგია ამბობს, რომ რუკა შეიძლება იყოს ამ ტერიტორიის თვითარსი. ეს ქმნის ჰიპერრეალიზმის ტიპის პოზიციას მათემატიკური ობიექტების მიმართ. ეს ხედვა აძლევს ფიზიკას გამოლამაზებულ სიმარტივეს. თუ ყველაფერი არის ფორმალური სტრუქტურა, უხილავი შეიძლება იყოს უბრალოდ სხვა ტიპის მათემატიკური ობიექტი, რომელსაც ჩვენი სენსორები ვერ აფიქსირებენ. პრობლემა აქ არის პრაგმატული. მათემატიკური ონტოლოგია რთულად გვაძლევს შემოწმებადი პროგნოზების გენერაციას. როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ პროგნოზის გამეორებადობა, თუ საფუძველი არის ფორმების სამყაროში? ამაში მდგომარეობს მთავარი რისკი, მეტაფიზიკიდან შემოწმებადობაში გადასვლის პრობლემა. ეს სამი გზა არ არის მხოლოდ ფილოსოფიური შეჯიბრი. ისინი განსაზღვრავენ პრაქტიკულ სამეცნიერო არჩევანს. სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი იყენებს brute facts და ეკრდნობა დაკვირვებებს, აუცილებლობის გზაწვეთს, აქტიურ ექსპერიმენტებს, ხოლო მათემატიკური ონტოლოგია ინსპირირებს ზოგიერთ თეორეტიკოს ერთიან კომპაქტურ ხედვებს. ხშირად მეცნიერები იყენებენ ჰიბრიდულ მიდგომას. ბრუტი ფაქტი აწვდის საწყის მონაცემებს, აუცილებლად წარმოშობს ექსპერიმენტულ პროგრამებს, ხოლო მათემატიკური ინსპირაცია ასხვისებს მიზანს. როგორ ზღუდავს ფიზიკა ამ გზებს? უპირველესად, ფიზიკა მეთოდოლოგიურად არის მოთხოვნადი. ნებისმიერი მიდგომა უნდა ჰქონდეს კონტაქტი რეალობასთან. ინსტრუმენტების გამოყენება ფაქტისა და თეორიის შესამოწმებლად არის ის, რაც მეცნიერებას განსხვავებას ანიჭებს ფილოსოფიიდან. თეორიის გარეშე მონაცემი არის უბრალოდ ფაქტი. მონაცემის გარეშე თეორიები იქნება სავიზიო. ამიტომ მეცნიერების კრიტერიუმია პროგნოზი, შემოწმებადობა და გამეორებადობა. ეს აზრი იღებს ძლიერ ვიზუალურ კონსტანტას, წყალქვეშა ლანდშაფტი. ბარიონული მატერიის თვალსაჩინო ნაწილი არის მხოლოდ წვერი იმისა, რაც ჩვენს დაკვირვებებში ჩანს. აუცილებლობის გზა ან მათემატიკური წარმართულობები შეიძლება აღწერონ წყალქვეშა სტრუქტურებს, რომლებიც მართავს დანარჩენს. მაგრამ სანამ ამას არ დავიჯერთ, საჭიროა ზუსტი სენსორები და მკაცრი ლოგიკური ჩარჩოები. ეხლა პირდაპირ კითხვა თქვენთან. თუ სამყაროს 85% უხილავია და ჩვენ ხედავთ მხოლოდ 5%-ს, როგორ დავარწმუნდეთ, რომ ჩვენი ინტუიცია და ლოგიკა არ შეცდომილია? ეს ფილოსოფიური შეკითხვაა ციფრებით და სწორედ ამ გამოწვევას უნდა გავეცეთ. ალბათ პასუხი არის ჰიბრიდი. მიიღე ბრუტი ფაქტი, გამოიკვლიე აუცილებლობის გზით და წაიყვანე მათემატიკური ოცნება მიზნად, მაგრამ არასდროს გადააჭარბო ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ეს მოითხოვს ახალ დისციპლინას, სადაც ფილოსოფიური მსჯელობა მჭიდროდაა მიბმული ექსპერიმენტულ რუტინებს. მაგალითად, ნაწილაკის მაძიებლები აუცილებლობის ხაზზე უნდა იყვნენ ისე მოწყობილნი, რომ მათემატიკური ინტერპრეტაციები სწრაფად გადაიქცეს შემოწმებად წინადადებებად. ფილოსოფია არ უნდა ჩაანაცვლოს ფიზიკას, პირიქით,
მისგან უნდა მოგვივიდეს მკაცრი, კონკრეტული, ექსპერიმენტული გზები. საბოლოო შეჩერება არ იქნება დასკვნა, არამედ კითხვა, რომელიც თქვენ გძნობთ. რამდენად მზად ვართ ამისთვის? თუ ტექნოლოგიურად და ინტელექტუალურად მზად ვიქნებით, შესაძლოა ვიპოვოთ ახალი ნაწილაკი. თუ ფილოსოფიურად და მათემატიკურად ვიცით რა უნდა ვეძიოთ, ძიება სწორი მიმართულებით წაგვიყვანს. მაგრამ სანამ ეს არ გამოჩნდება, კონფლიქტი რჩება, ექსპლანატორი დებსის მოთხოვნა და მონაცემთა სანდოობა ერთმანეთს ეჯიბრებიან. აქ იბადება ახალი მოდის მზერა. და დავტოვოთ კითხვა, რომელიც ამ ნაწილს აგზავნის უფრო შორს. თუ ჩვენ მხოლოდ 5% სინათლეს ვხედავთ და 85% ინახება უცნობად, თან რა ფილოსოფიური და პრაქტიკული კაირონი გჭირდება, რომ ეს უხილავი გახდეს ხილული? ეს არ არის კითხვა პასუხით, ეს მოწვევა. არა დროა, რომ ჩვენ ერთმანეთს შეუთანხმებლად მივიდეთ, მაგრამ მაინც დავიწყოთ ერთად თამაში. წინამორბედი ჩაკიდებული კადრია. თქვენ ხედავთ კოსმოსის გიგანტურ ხედებს. ვარსკვლავების ზედაპირზე ნათელი შეხებადი წერტილები, სპირალური მკლავები, როგორც მსუბუქი ნადები. გაითიშა კამერა და ახლა სწრაფი გადატვირთვა. კადრი უკან იხევს, უფრო შორს და უფრო შორს. მანამდე სანამ ის რასაც ხედავთ, სიტყვა-სიტყვით ცვრილად იქცევა წერტილად თავისი თვალსაჩინო ზედაპირით. და თუ ამ ლუპის ერთ წამში გააჩერებთ, მიხვდებით, რომ ის, რაც თქვენთვის ცხადია, არის მხოლოდ სცენის შუალედური განათება. უმთავრესი მოძრაობები ნაწერავს ფარდის წინა მხარეს. ეს ვიზუალური წარმოსახვა არის ჩვენი ფილმის უკანასკნელი განცდა. სცენა, სადაც 5% არის ყველაფერი, რაც განათებულია. ეს პარადოქსი არ არის მხოლოდ ვიზუალური შოკი. იგი არის კვლევის ლოგიკური დასასრული, რომელიც ვრცელდება პირდაპირ სტრატეგიის, სოდნისა და მეთოდოლოგიის გულზე. ჩვენ ვირუსულად მივედით იმ შედეგამდე, რომ საყოველთაო გრავიტაცია აჩვენებს მასას, რომელსაც ჩვენ არ ვხედავთ. კოსმოსის გაფართოება გვაძლევს ინფორმაციას იმაზე, რაც მოძრაობს უკანა კედლებზე. აქ იწყება სინთეზი. როგორ ვკავშირდეთ ერთი მხრივ დაკვირვებით სიმტკიცეს და მეორე მხრივ თეორიულ დაუცველობას? ეს კითხვა, რომელიც განსაზღვრავს თქვენს თანმიმდევრულ ინტერესს. მოკლედ, არსებობს სამი ხაზი, რომლებსაც უნდა დააკავშიროთ. პირველი ხაზი არის დაკვირვებითი არქიტექტურა, გრავიტაციული ლინზირება, galактიკური ბრუნვები, კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივება, დიდი აფეთქების შემდგომი ადრეული ერის გადმონაშთი გამოსხივება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას სამყაროს ადრეული სიმკვრივისა და ტემპერატურის ცვალებებზე და ტიპია სუპერნოვა. ეს ხაზი გვაძლევს მანდატს, რომ რაღაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი თვალისთვის ჩანს. მეორე ხაზი არის თეორიული ჩარჩო. ლამბდაცივი ბნელი მატერიის მოდელი, რომელიც წარმატებით მიაწვდის სხვადასხვა მასშტაბების მონაცემებს, მაგრამ თან ერთვის ღრმა გასაჭირული პრობლემებს. მესამე ხაზი არის ფილოსოფიური მოთხრობა. როგორ უნდა გააკეთოთ ცოდნის საფუძველი, მაშინ როცა საგანი, რომლის მიმართაც თქვენი მეთოდები იმოქმედებს, არის თითქმის განუკითხავი. გადავხედოთ პირველ ხაზს უფრო მკაფიოდ. ფიზიკოსი ფრიც ცვიკი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კომას გროვის დაკვირვებით შემოიტანა იდეა, რომ galaktikata მოძრაობა არ შეესაბამებოდა მხოლოდ თვალსაჩინო მატერიას. ვერა რუბინი სისტემატურად გაზომავდა galaktikების ბრუნვის ნახტომებს და ამით კიდევ უფრო გამყარდა მტკიცებულება, რომ galaktikებს მეტი მასა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე მათ მიერ გამოსხივებული ნათება მიუთითებს. არნო პენციასი და რობერტ ვილსონი მე-20 საუკუნის შუა წლებში დააფიქსირეს კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივების არსებობა, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა დიდი აფეთქების მოდელისთვის და მოგცა საშუალება სამყაროს შემადგენლობა კომპოზიციის მიხედვით დაგვეფიქსირებინა. ახლა ზედმეტად მოკლე პაუზა კითხვაზე. ეს ნამუშევრები ამაგრებენ იმ ნორმას, რომ შეეძლოთ კი ერთ დღისთვის დადოს მტკიცებულების წონა მხოლოდ დაკვირვებით? და პასუხი არის: ნაწილობრივ კი, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თეორიული ჩარჩო საშუალებას გვაძლევს მათ ინტერპრეტაციას. galaktikata ბრუნვები ამბობენ, რომ იქ არის მეტი გრავიტაციული წყარო. გრავიტაციული ლინზირება აჩვენებს მასის რუკებს, რომლებიც არ ემთხვევა გამოსხივებას. კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივების პიკისებრი ანალიზი გვაძლევს რაოდენობას, რომლის გარეშე სტრუქტურა, როგორც გვაქვს დღეს, ვერ იარსებებდა. მაგრამ მეტი დეტალი ეკუთვნის მეორე ხაზს, თეორიასა და მის შეზღუდვებს. სტივენ ვაინბერგმა მე-20 საუკუნეში გაბედულად ააშკარავა კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემა. კვანტური ვაკუუმი წინასწარმეტყველებს ვაკუუმის ენერგიას, რომელიც დაკვირვებით დაკნინებულია და გონივრული შეფასება ისედაც დიდ ასიმეტრიასთან გვაკავშირებს. ჯეიმს პიბუბსი ხშირად მიუთითებდა იმაზე, რომ სტანდარტული კოსმოლოგიური ნარატივი ეძებს თანმიმდევრობას როგორც დაკვირვების, ისე თეორიის შორის და რომ ეს თანარსებობა ხშირად იწვევს ახლის საჭიროებას. სწორედ აქ დგავართ. მოდელი კარგად მუშაობს მრავალი ფენის გაზომაში, მაგრამ მას თან ახლავს თეორიული გაურკვევლობა,
რომელსაც ვერ შეუხსნით მხოლოდ შესაბამისობით. ეს არის ფორმალური პრობლემა, რომელიც ხრება მხოლოდ ორი გზით. ან პოულობთ ახალ ნაწილაკს, ან ვიწყებთ გრავიტაციის ფუნდამენტურ გადაფასებას. აქ ჩნდება ექსპერიმენტული გეგმები, მიწის ზედა პირდაპირი დეტექცია, კოსმოსური დაკვირვებები და კოლაიდერული ექსპერიმენტები ახალი ფიზიკის ზონაში. თუმცა მრავალჯერ მიწაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ნულოვანი შედეგი აჩვენა და ეს ქმნის ინტელექტუალურ დაძაბულობას. სად არის ზღვარი იმაში, რისი დაჯერებაც შეიძლება თეორიულად და სად იწყება ექსპერიმენტული რეალიზმი. და ახლა პირდაპირ თქვენთან. ახლა სწორედ ამ წამს თქვენ ისხართ ეკრანთან და ეს სიტყვები აღწერენ იმას, თუ როგორ ხდება კვლევის პროცესი. არა როგორც ტრაგედია, არამედ როგორც პროტოლი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და ტექნიკურ განზომილებას. თქვენ პირდაპირ ხართ შეზღუდვების წინაშე. ინფორმაციის უჩვეულო სიღრმე და ტექნოლოგიური შესაძლებლობების სინთეზი განსაზღვროს, რა კითხვებს დაწვევით და რომელთ მოიქცევით მნიშვნელოვნად. ეს პირადი ურთიერთობა ვიზუალურ და ექსპერიმენტულ სფეროს შორის არის ის, რაც აქ შემოაქვს ფილოსოფიურ პასუხისმგებლობას. გაერთიანებული თვალსაზრისით რამოდენიმე მომენტი ცხადი გახდა და მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი. ლამბდა ცივი ბნელი მატერიის მოდელი ოპტიმალურია მრავალ სფეროში. მას აქვს გამორჩეული ექსპლანატორი ძალა გალაქტიკებიდან ფართომასშტაბიანი სტრუქტურების აღწერაში და ემთხვევა კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივების მონაცემებსაც. მეორე. დაკვირვებითი შედეგები მიუთითებენ, რომ ჩვენი წარმოდგენა საბაზისო ფიზიკაზე არასრულია. განსაკუთრებით კოსმოლოგიური მუდმივის მნიშვნელობა არის თეორიული პრობლემა, რადგან კვანტური პროგნოზი და დაკვირვებითი რაოდენობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ეხება ალტერნატივებს. მოურაის მილგრომის მიერ ბოლო საუკუნის ბოლოს შეთავაზებული მოდიფიცირებული ნიუტონური დინამიკა ზოგჯერ უკეთ ხსნის გალაქტიკური მასის განაწილების ზოგი საკითხს, მაგრამ სრულმასშტაბიან კოსმოლოგიურ მონაცემებთან მისი გასაგრძელებელი თავსებადობა შეზღუდულია. სხვა ალტერნატიული იდეები, როგორიცაა ერლ ვერლინდის ემერგენტული გრავიტაცია, შემოგთავაზებენ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და გვიჩვენებენ, რომ თეორიული თავისუფლება ნიშნავს ახალ გამოწვევებს. ნებისმიერი ალტერნატივა უნდა დარეგულირდეს მრავალმასშტაბიან მონაცემებზე, რაც პრაქტიკულად რთულია და ხშირად წინააღმდეგობს დაკვირვებებს. უცნობი ნაწილების სია არის კონკრეტული. პირველ ადგილზე დგას ბნელი მატერიის ბუნება. არის თუ არა იგი ახალი, სუსტი, ურთიერთქმედების მქონე ნაწილაკის სახე ან კომპოზიტური ობიექტების კომბინაცია, ან სხვა კომპონენტი, რომელიც ჩვენი დეტექტორებისთვის სადღაც წყვეტს. მეორე ადგილზე არის ბნელი ენერგია. არის თუ არა ის უბრალოდ კოსმოლოგიური მუდმივის მსგავსი, თუ ვაკუუმის ენერგიის ნეიტრალური მნიშვნელობა, ან არის თუ არა ეს დინამიკური ველი, მაგალითად კვინტესენსი, რომელიც დროში იცვლება. და მესამეა კოინციდენტობის პრობლემა. რატომ ერგო ჩვენი მკვიდრი დრო ის პარამეტრები, რომლებიც სამყარამყაროს დიდ ეპოქებზე იხებდნენ? ეს კითხვები მოითხოვენ როგორც ინტენსიურ თანამშრომლობას კვლევაში, ისე ფილოსოფიურ ანალიზს ცოდნის საფუძვლების შესამოწმებლად. თუ თქვენი მეცნიერული მიდგომა არის პოპერული და ფალსიფიცირებისთვის მზადყოფნაში, თქვენ უნდა მოიფიქროთ ექსპერიმენტულ ტესტებს, რომლებიც ფარავენ როგორც სწრაფად მაწვევით ვერსიებს, ისე შესაძლო ალტერნატივებს. თუ თქვენი მიდგომა არის თეორიული მშენებლობა, მაშინ უნდა აღიაროთ, რომ თეორიული ელეგანტობა არ არის საკმარისი, როცა დამოუკიდებელი ექსპერიმენტები არ დაადასტურებენ წინასწარ. ახლა წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა პრაქტიკული შედეგი, თუ ერთ დღეს ჩვენ მართლა ვიპოვით ახალ ნაწილაკს, ან გამოვცემთ თეორიას, რომელიც შეცვლის გრავიტაციის სტანდარტულ ფორმულირებას. ასეთი აღმოჩენა შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიური რევოლუცია, ვცია, რომელსაც დღეს აღარ წარმოვიდგენთ, მაგრამ ის ასევე შეცვლის ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, რა არის მნიშვნელოვანი სამყაროში. ეს შედეგები არა მხოლოდ ტექნიკურია, ისინი ღრმად ფილოსოფიური და კულტურული აქტუალობაც არის. მეორე მხრივ, თუ დიდი აღმოჩენა არ მოხდა და მონაცემები უბრალოდ კიდევ უფრო შეავსებს ჩვენს მიმდინარე მოდელს, მაშინ შეგვეძლება გვესმოდეს, რომ მეცნიერული ცოდნა ხშირად არის აქილევსის ქუსლი. ძლიერ პროგნოზებს აკლიათ პასუხი ფუნდამენტურულ მექანიზმებზე. ეს სცენარი მოითხოვს დიდ ხანგრძლივობას, ეთიკურ დისციპლინას და ფინანსურ მოთმინებას. ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ ცხოვრობთ ამ უცნობობის პირობებში. პირველ რიგში მეცნიერებისთვის საჭიროა გამძლეობა, ინტელექტუალური ტემპერამენტი, რომელიც ეძებს კონტრასტს და მუდმივად უსვამს კითხვებს სტაბილურ კონსენსუსებს. მეორე, ინსტიტუციებს სჭირდება გონივრული კრიტერიუმები დაფინანსებისთვის, რომლებიც აძლევს რესურსებს ალტერნატიული იდეების შემოწმებაზე და არ ამკვიდრებს მხოლოდ უსაფრთხო გზებს. მესამე, საზოგადოებამ უნდა მიიღო, რომ მეცნიერება არის პროცესი და არა ბოლო პასუხი. ინსტრუმენტების გაუმჯობესება და თეორიების გადასინჯვა არის მისი არსი. დარჩება პირადი ცდუნება.
ჩვენი კულტურული ნარატივი ხშირად ითხოვს საბოლოო დახურულ ისტორიას, მაგრამ მეცნიერება ვერ ოჯახდება ასეთ სწრაფ დასკვნებს, თუ არ მისცემს პირველს დროულს. ამიტომ ფილოსოფია და სამეცნიერო მეთოდოლოგია უნდა შეერთდნენ სურვილი ყველაზე ამბიციურ თეორიებზე და მათი გამოკვლევა ისეთინა ვერდიქტებამდე, რომლებიც იქნებიან დამოკლებული ტესტებით. ფილოსოფიური გაფართოება არ უნდა ჩაანაცვლოს ტესტს. ის უნდა იყოს ადგილი, სადაც ტესტები და ექსპერიმენტები იდებენ თავიანთ არგუმენტებს. ახლა კიდევ ერთხელ ვიზუალური ხერხით. წარმოიდგინეთ აისბერგი, რომლის მხოლოდ ერთი წვერი ჩანს ზედაპირზე. თუ პრობლემას ზემოდან დავინახავთ, იქნებ ვიპოვოთ ტექნოლოგიური და ინტელექტუალური კლივი, რომელიც დაგვეხმარება ამ აისბერგის წყალქვეშა ნაწილის შესახებ ინფორმაციის ამოღებაში. მაგრამ კითხვა რჩება: რა არის ის წყალდამცავი, რომლის იმედზეც ვეყრდნობით? ეს ჩვენს მეთოდებს, ჩვენს ფილოსოფიას და ჩვენს ტექნიკას გულისხმობს ერთად. შემდეგი ნაბიჯები მეცნიერებისთვის პრაგმატულ და ამბიციურს შორისაა. ახალი დეტექტორები მოითხოვენ უფრო მგრძნობიარე ტექნოლოგიებს. კოსმოსური მისიაები ფოკუსირდებიან ბნელი ენერგიის ევოლუციაზე. მაღალი ენერგიის კოლაიდერები იკვლევენ ნაწილაკების მაღალ მასებს. და თეორიული კვლევა ხდება უფრო დეტალური, შეინახოს კონტაქტი დაკვირვებასთან. ყველაფერი ეს არის ტექნიკური გზა ხილულის მიღწევისაკენ უხილავში. მაგრამ საბოლოოდ საჭიროა ფილოსოფიური სიმშვიდე. ჩვენი ადგილი სიმართლესთან ყოველთვის იყო ნაწილობრივი და პროგრესული. ჩვენ ვსწავლობთ არა იმისთვის, რომ მივიღოთ ბოლო პასუხი, არამედ იმიტომ, რომ თითოეული ახალი კითხვა გვაიძულებს შევხედოთ სამყაროს სხვა კუთხით. ეს არ ნიშნავს ადამიანის მნიშვნელობის შემცირებას, არამედ იმას, რომ ჩვენი პასუხები გახდება უფრო ეთიკურ, ინტელექტუალური პასუხისმგებლობა. და ასე მივუახლოვდით ბოლო წამს. არა დასკვნით, არამედ შეკითხვით. თუ სამყაროს 85% ჯერ კიდევ უხილავია და ჩვენი დღევანდელი 5% არის ის, რაც გვათბობს ინტუიციას, მზად ვართ თუ არა შევცვალოთ ჩვენი მეთოდები და ფილოსოფიური საზღვრები ისე, რომ უხილავი გახდეს ხილული. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ჩვენგან გაფართოებულ მენტალურ ჩართულობას. ფილმი, რომელსაც თქვენ უყურეთ და ეს ნაწილი, რომელსაც ახლა ისმენთ, არ გვაწვლის პასუხს. ის აჩენს გზას, რომელიც აერთიანებს დაკვირვებას, თეორიას და ფილოსოფიას ერთ ექსპერიმენტალურ პორციაში. და ბოლოს ვიზუალური სურათი. ეკრანი ნელ-ნელა ბნელდება, მაგრამ იმ ბნელში ახლოს ჩნდება ათასობით პატარა ანთებული წერტილი. ახალი ინსტრუმენტები, მცირე იდეები, ექსპერიმენტები და მსჯელობები. ისინი არ ქმენ დასკვნას, ისინი ქმნიან შესაძლებლობას. და ეს შესაძლებლობა, არა დამთავრებული პასუხი, არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიგვლე, ვკითხულობთ და ვიკვლევთ.